მაგრამ ხო საბოლოო ჯამში არის ვიღაცა გელა და იმ გელას ბრალდება ყველაფერი რა. ეხა ხანს ერთი წელს ზუსტად მოხდა მილიონი ადამიანს გაუგზავნეს SMS-ი კომპანიის სახელმწიფო რა თქმა უნდა და ორი სენიორი ინჟინერი მოხსნეს სამსახურიდან. ვიცი ეგ ის გამახსენე. აი ამერიკაში მაგალითად რადგან ესე ვამბობთ ხო და ევროპის სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი ძალიან ადრე 90-იანებში დაიწყო რა. ხო მაგრამ ეგ რაში მიშლის ხალხს მე რომ სტაფ ინჟინერი მოყოდეს კომპანიაში თქოს. იმაში გიშლის რა რომ დათადრო აქაც დამკვიდრდება მსგავსი მიდგომები. დღეს ევანდრო როგორ არის რეაქტი წერა თუ მინდა აპრიორში next ვიყენებ. გააჩნია რა გინდა. თუ server side rendering-ი გინდა ალბათ უნდა გამოიყენო. Next-ი არის framework-ი. რომელიც default-ად server side rendering. Default-ად server side. ანუ მე პირველში სად მივხვდი იცი რომ თუ მარტივი არ არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის DevTherapy-ის მე-10 ეპიზოდი. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მადლობას გიხდით ყველა subscribe-ისთვის და გამოწერებისთვის. დავიწყეთ რამდენი დავიწყეთ 600 თქო 500 subscriber-ით. კი, მე მგონი 600 იყო და პირველ ვიდეო დღეს 200 subscriber იყო და 200 subscriber, ну, ციფრი ცოტაა, ლოგიკურია, მაგრამ ჩვენი კონტენტი ისეთია, რომ ეს ციფრიც საკმაოდ დიდი ციფრია, მით უმეტეს სულ რამდენიმე თვეში. ამიტომაც, ხო. ეგრე გავაგრძელებთ კიდე, ან ბევრს კიდე არ აქვს დასაბსკრაიბებული, ამიტომ ეცადეთ რომ მაგთითის მიჭერა არ დაგავიწყდეთ, ეს ძალიან გვიზრდის мотиваციას. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, ძალიან ბევრი ითხოვდით და კომენტარებში წერდით რომ ვები, ფრონტენდი და აგერზმაო ფრონტენდი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ოთო ლოლოა. ოთოს აქ ძალიან დიდი გამოცდილება 13 წლიანი ხო მე მგონი. ზოგადად ვებში, ფრონტენდში და დღეს ვეცდებით რომ ჩვენი ინჟინერული ეს თვალთახედვა მთლიანად მივაქციოთ მოკლედ ფრონტის ტექნოლოგიებს, რა ხდება დღეს ბაზარზე, ზოგადად სად ვართ, საით მიდის და ასე შემდეგ. როგორ ხართ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? მადლობა. ჩვენს მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. ძალიან კარგია. შთაბეჭდებს ქვეშ ვარ, რაღაც ისე მომზადებული არის. ხარისხიანი უნივერსალური კითხვა, ყველა სტუმარს ვეკითხებით. ხო, იმით იცი რომ ძალიან დიდხანს, ანუ ხო არ გცალია რაღაცა იქ ჩვენ მუშაობთ რაღაცა და ამას ვაკეთებდით დაახლოებით აღდგომას შარშან აღდგომას გაჩნდა იდეა. ბიჭებს ჩვენ პროდიუსერებს მაშინ დაუყავშიდით, გავიცანით. და აი მაშინ აღდგომიდან სექტემბრამდე დაგჭირდა რომ აი მოგვეთავინდა ხანა იმათაც ან მე რაღაცა ისინი დაემატა ეს რაღაცა და გაგვეწერა. ბოლოს ესე მივედით. კაი. კარგად ხარ, გვიხარია, სად მუშაობ ახლა გვითხარი? აქ საქართველოში ხარ თუ უცხოეთში? ეხა უცხოეთში ვარ ამ წუთას, ბოლო 2 წელია. მე როგორც ვიცი, მაქამდე იყავი Singular-ის ლიდი იყავი ფრონტენდის, ხო? კი. ანუ რაღაც პატარა შესავალეთ გავაკეთებ, რომ ანუ ვინ ვარ, რომ გაგვეცანი, საიდან დაიწყე მოგვიყევი? პირველად დავიწყე Flash-ით. Flash-ით? კი, Flash-ით დავიწყე პირველად, სადღაც 1 წელიწადნახევარი Flash-ში ვწერდი Action Script-ზე. Action Script. მაგაც ვსაუბრობდით რამდენიმე ეპიზოდის წინ, ანუ ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელიც უბრალოდ აღარ არსებობს. კი, Action Script-ი. თამაშებს წერდით რამე ეს თუ? ხო, აი პატარა აპლიკაციებს, რომელიც მაშინ ხო რაღაც ეს web cross platform ვერ გადიოდა და ანუ Action Script-ზე ვაკეთებდით, მაშინ იყო Adobe არის. გადიოდა რას გულისხმობს ბრაუზერზე? არა, mobile-ებს მაგალითად App Store-ზე და Google Play-ზე Adobe არის იყო, რომელიც საშუალებას გაძლევდა იმისა, რომ ეგ არის ალბათ 11-12 წელი. ხო. App Store-ი არსებობს, მაგრამ ვები ვერ გადის. ხო. ანუ არ შეიძლება გალის, არ ვიცი, მაგრამ მაშინ მიღებული პრაქტიკა იყო, რომ რაღაც Action Script-ზე Flash-ზე წერდი, Adobe არის build-ავდი და მე გავუშვებდი, ამ delivery-ს აკეთებდი როგორც Google Play-ზე, ასევე Apple-ისთვის. პირველი მოკვდა იქ. ხო, მოკვდა. მე ანუ მაგ პერიოდში კიდე ასევე მე ვიყავი მაგის შემდეგ Action Script-ზე, ანუ Flash-ი რო გავაგრძელო, Joker Bros-ი იყო კომპანია, სადაც უკვე თამაშებს. Joker-ის ის იყო, რას თამაშებს, კი, თამაშებს. კი, Joker Bros-ი. აი მაგალითად Joker Bros-ი Nardis Front-ი, ანუ ბევრი თამაშები იყო, მარტო Joker-ი არ იყო, იქ იყო ბურა და ანუ gambling-ი actually და ბევრი იყო და ერთ-ერთი იყო, რაზეც მე მიმუშავია Joker Bros-ში იყო Nardi. და მე Joker Bros-შივე უკვე გადავედი Angular 1-ზე, იმიტომ რომ ეს რაც gambling კომპანია ხომ იყო და არ ქონდათ sport betting-ი. და sport betting-ი რომ არ ქონდათ, დააწყვეტეთ რომ sport betting-ი დაეწყოთ. და ჭირდებოდათ ისეთი ადამიანი, რომელიც დაიწყებდა ამ sport betting-ს. ანუ გარედან რესურსი ალბათ არ ვიცი, მაგრამ გადაწყვეტეს რატომ გადაწყვეტ შიგნიდან ვისაც ინტერესი ქონდა Flash-დან გადასულიყო JavaScript-ზე, დაერესერჩებინა თავიდან
რა ტექნოლოგია უნდა აერჩიათ ამ ბეთინგისთვის და შემდეგ ანუ რაღაც დაიწყო პირველი ნაბიჯები ამ ბეთინგის და მაშინ Angular 1 პირველი ხო? ხო და რატო გადაწყვიტეს რომ ანუ აი ახალი ტექნოლოგია წარმოვიდგინე გამოსული რა და როგორც წესი და დღევანდელობაში ეგრეა ყოველ შემთხვევაში სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე რა რომ აი იმუშავებს არ იმუშავებს როგორია აი იმ პერიოდში რატომ გადაწყდა მაინც რომ Angular 1-ზე ყოფილიყო ის და მე დავამატებ ანუ რაზე წერდით მაშინ ეგრე ვითხარი Angular-მდე და jQuery იყო? ხო და მე როცა გადავედი პირდაპირ, ანუ მე არ დამიწერია JavaScript, არ jQuery-ზე არაფერს და პირველი ჩემი ის იყო Angular-ი. Angular 1. პირველი. ანუ მაშინ გააწყეტლება არ მივიღიათ, მე მივიღე იდეაში, სულ თავისუფლება მომცეს, ანუ საერთოდ არც HTML-ზეც და CSS-ს არ მქონდა ნაწერი, რატომ მომცეს მაგ ხალ პასუხისმგებლობა არ ვიცი. ანუ ActionScript-დან პირდაპირ მითხრეს, რომ შენ თუ გინდა, გაქვს ინტერესი, გავადია front-ის web-ის მხარეს და და რისერჩე, რაღაც თვე ნახევარ თუ ერთი თვე მომცეს რა, რა უნდა აგვერჩია. მაშინ იყო ეგეთი framework-ი და რომელიც ეხაც არსებობს Backbone to Backbone ერქვა არ მახსოვს. Backbone, ხო, არ სახელი არ მახსოვს ზუსტად. ხო? ანუ ეგ იყო და მაგორ შორის მიდიოდა მაშინ ისეთი, რა ქვია, განხილვა კომპანიაში. ხო და რატომღაც რადგან back by Google იყო, მაგიტო გადაწყვიტეთ Angular 1. ეგ იყო ალბათ თავარი განაწყობლების მიმღები Google სუდრამეში ფულს არ ჩადებდა პირველად. და მე მაქედან დავიწყე Angular 1-ზე. და ერთხელ ჩაუდიეთ. არა კი, მაგრამ ნუ ეხა ამ ხელა კომპანია როცა რაღაც ინტერესს გამოხატავს, ანუ web development-ში. ანუ Angular-ი ხო შიდა მოხმარების ის იყო, ანუ ერთი ანუ Angular-ში Google-ში მუშაობდა ადამიანი, რომელმაც Angular-ში ხო შექმნა და შემდეგ open source-ს აკეთებს. ეგ ტიპი. არაკეთ, ანუ ბოლოს Angular 2-ზეც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული. ბოლოს მაგის ინტერვიუს უყურე, ჰანიფუთილვა თუ იცი, YouTube არხი. არ ვიცი. ძალიან კაი YouTube არხი ამოანათოს მე და ეგენია, ძირითადად ანუ მაგათი შორის არის კონტენტი არის დოკუმენტარებს აკეთებენ ხოლმე ტექ ინჟინერებზე რა, Vue-ზე, React-ზე დოკუმენტარული და Angular-ის მოიცადე იქ X-ი არის Father of Angular წერია. ხო, აი Angular-ზე საერთოდ 34 წუთი წინ დავუდი. 34 წუთი წინ არის დადებული Angular-ზე დოკუმენტარი An Origin Story. ხო. 1 საათიანი. ხო, ანუ სახელი არ მახსოვს, სახელს მახსოვს. იმ პერიოდში რომ Misco Heaven. ხო, კი, ეგ არის. ეცი რა მაინტერესებს იმ პერიოდში რომ მატერიალების დიდად სავარაუდოდ არაფერი არ იქნებოდა ერთი ოფიციალური დოკუმენტაციის გარდა. ხო, აი არ გიჭირდა ეგ ამბავი რომ რაღაც პრობლემები როდესაც ქონდა ხარვეზები ხდებოდა მაგის ჰენდლინგი. კი, აი ძალიან ანუ აი მარტივი მაგალითს მოვიტყვა მაგასთან დაკავშირებით, რომ ანუ რაღაც თან რო გონია რომ იცით, თან რესურსი რო არ არსებობს, რომ რამდენად ჩაკეტილი ხარ. აი მაგალითად, როგორც React-ში არის props-ები ან Angular-ში input-output-ები, როდესაც რაღაც dump components, shell components შეგიძლია უბრალოდ გადაცე ინფორმაცია და ამოიღო. ხო, ანუ ეგ თუ არსებობდა Angular 1-ში, ანუ არ ვიცოდი და ისე რაღაც 6-7 თვე მუშაობდი და არ ვიცოდით. ან მე აღმოაჩინა ყველაფერი სერვისებში გატანილი იყო და იქნა ყველა პატარა კომპონენტიც იღებდა. მე აღმოაჩინა. ხო, სტატიას ანუ რაღაცა ესე რაღაც პროფსები და ეგეთი იდეოლოგია არ ქონდათ. პროსტა იყო იდეურად რაღაცა მექანიზმი ჩადებული, რომლის მეშვეობითაც შეგეძლო გადაგეცა ინფორმაცია, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტაციაში არ იყო ნახსენები, რომ ეს იმისთვის შეგიძლია გამოიყენო, რომ გადაცე. ესე იგი, ეგ არის 2011-12. ხო, ალბათ ეგრე არის, ხო, 13 ხელოს. ეს პერიოდი, როცა Facebook-მა ამ დროს დაიწყო React-ის კეთება, ხო? React-ი ცოტა მერე გამოვიდა, მე მგონი. React-ის ზუსტად თარიღი 2011-ში გამოვიდა. გამოსვლის თარიღი არ მახსოვს React-ის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ აქტუალური არ იყო. ანუ მაშინ რაღაც 2013-ში გამოსვლა. ხო, აქტუალური იყო ეს Backbone-სა და Angular შორის იყო რაღაც არჩევანი. ხო და ნუ მე ლოგიკურიც არის React-ი და Angular. Angular-მა მე რაღაცა შეცდომები, ანუ ის ნახეს რაღაც შეცდომები დაუშვეს და მე წეცადეს გამოსწორებას. ძირითადად აი ტექნიკურად დღეს არ ვიცი, მაგრამ დღეს არ ანუ დღევანდელზე მე ვისაუბრებ, აი მაშინ ძირითადად შენ რო Angular-ზე წერდი, აი 2013-ში React-ი რო გამოვიდა, რატო გადადიოდა ხალხი React-ზე Angular-დან? ანუ Angular 1 იყო ძალიან ცუდად დასამენეჯებელი და რას გულისხმობ? მაგალითად არის React-ს იმისათვის რომ ინფორმაცია რასაც ცვლადებში და ასე შემდეგ აქვს, რომ განაახლოს, იყენებს virtual DOM-ს, ხო? Angular-ს ქონდა ეგეთი მექანიზმი dirty checking, ან ბინძური შემოწმება. რაც გულისხმობდა იმას, რომ ანუ ყველა ცვლილებაზე, მაგალითად რაღაც mouse-ის event-ზე, ან რაღაცაზე, ან შენ ხელით აქვს შეგეძლო აღწევა dirty checking-ი, აკეთებდა იმას, რომ თლიან DOM-ს არენდერებულს უვლიდა
და განა ვირტუალურად ამოწმებდა. შიგნითვე ამოწმებდა და ეგრევე ცვლიდა და თავიდან არენდერებდა და ანუ რაც უფრო დიდი ქონდა მით. ანუ ძალიან რთული იყო მაგის მენეჯმენტი, ამ სკოუპები იყო. რაღაც ბუნდოვანად მახსოვს, მაგრამ ახლა სკოუპები იყო და ამ სკოუპებში ანუ ინფორმაციის განახლება შეიძლება რაღაც სერვისში ინფორმაცია გაგენახლებილა, მაგრამ ვიზუალურად არ განახლებილიყო მაგის დებაგინგი რატო არ განახლდა და ის ანუ ძალიან რთული იყო. ანუ ჩოლობ jQuery-თან შედარებით ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ React-თან შედარებით, როცა React-ის პირველი ვერსია გამოვიდა და მაგ ყველაფერს გაშორებდა და შენ არ გიწევდა დეველოპერს ფიქრი, რომ რაც ცვლადს რომ განვაახლებ კომპონენტში ვიზუალში განახლდება თუ არა, თუ არ გატესტე, ხო? ანუ ეგ ძალიან დიდი ესეთი იყო. წინ გადაგმონა. ფაქტობრივად იმათი შეცდომები იმას საქმეს დახუცეს ამათმა და მაგიტომ უფრო შედარებით ის გამოვიდა. Virtual DOM-ის ტექნოლოგია, ანუ Virtual DOM-ი, ანუ რეალურად React-ი რო იწყებს მუშაობას, ვირტუალურად თავის რაღაც როგორც VM-ია, რაღაც ეგეთ აი მე React-ზე არ მინდა რომ შევუყან, მაგრამ მე როგორც შეიძლება სწორს ვამბობ, მაგრამ ხო მე React-ისკენ ის არ ვარ ძალიან ახლოს, მაგრამ რაღაც ისე კონცეფციულად ლოგიკურად ახსნათ როგორ მუშაობს. ხო მე როგორც ვიცი ეგრე მუშაობს, რომ ანუ რაღაც რო შეიცვლება, ხო არის ცალკე დამოუკიდებელი DOM-ი, რომელიც არის წინა ვერსია, შემდეგ იღებს ახალ ვერსიას შეცვლით ცვლადის ან რაღაც გამნიშნულობის მიხედვით და დიფერენს აკეთებს და მე აზრებს დიფებს ამას, რომ ახალი DOM-ი დაარენდეროს. და იქ უფრო მარტივად ეძებს ვიდრე ნამდვილ DOM-ში, იმიტომ ის პერიოდ პატარაა, იმიტომ რომ მარტო იმას იღებს, ალბათ რაც ჭირდება. ხო. და თან კომპაქტურად კი, მარტო ჩანქებს იღებს და მარტივია ძებნა და მაგიტო მანდაც პერსონაჟი აქვს, რა. კი. თქო აჯო. აი ყველა რაღაც სხვადი, რომელიც ინტერპოლაციით გამოტანილი ქონდა, თავიდან ბოლომდე ული და ყველაფერს ამოწყდა Angular 1-ში. და ის თვითონ Angular 1-ში არ ვიცი ხომ რამდენი სწორობს, კითხულობს hot reload-ი თავიდან ეგ ტექნოლოგია Angular-შივე იყო, ანუ უბრალოდ დაასეივებდი და სერვერი რეფრეშდებოდა. და თუ იქ jQuery-შიც იყო. ეგ არ ვიცი. ანუ კოდს ხო წერ? ხო. რაღაცა სერვერიგა გაშვებული რა, კოდს დაასეივებ ეხა ხო ანუ ხო, ეგრევე ხო. ეგრევე რენდერდება რა, ანუ მაგას ხო hot reload-ს ეძახიან. და ეგ jQuery-შიც არსებობდა ეგეთი რა. არ ვიცი. პროსტო ანუ Angular-ში ანუ ერთში ყოფილა გამიკეთებია რომ ანუ რაღაც მოდი Angular-თან კავშირში არ იყო. ხო, ცალკე ის არის რა ქვია npm მოდული, ეხაც ხო და რაღაც შეიცვლება ის პროსტო არ რეფრეშებს, ხო? სხვათა შორის hot reload-ი რამდენიმე წელს წინ დაამატეს .NET-შიც რა. აღო ნუ იდეაში დაამატეს იდეაში რა და .NET-ის ხარესაც ხდება ეგ hot reload-ის თემატიკა რა, რომ რაღაც თუ რაღაც უზარმაზარი ცვლილება არ არის და პატარა ის არის პირდაპირ ხელახლა დაბილდის გარეშე შეგიძლია რომ ის ცვლილება იმას აქნა რა ავტომატურად იმას დააგენერირო. მასე რა ქვია YouTube-ზე არის ერთი ცოდინგი თუ იცით არხი. ქართული არის? არა. მოგოც ცოდინგი რუსი ტიპია. ხო, ამერიკაში ცხოვრობს. როგორც ვიცი. და სტრიმავს ხოლმე რა. და როგორღაცებს აკეთებს, თუმცა იმ დროს ქონა სტრიმი hot reload-ი სიზე. და ტიპმა გააკეთა რაღაც OpenGL-ზე ქონა რაღაც დარენდერებული და ანუ hot reload ტექნოლოგია როგორ მუშაობს რაღაც static link patching-ი და რაღაც აქ გაშვებული რაღაც OpenGL-ის რაღაცა და იქ სიზე შეცვლის X ეს რაღაცა მიუმატებს 20 და ეს ხელებს აუშვებს და არანაირი კომპილაცია ეგრევე ანუ ვიღაცებს გონიათ ხოლმე რომ ეს არის ძალიან high level feature-ი რა რეალურად ანუ ძო ჩაშლი ლეიერებს ანუ რა ვისადღაც ეგ ასეობდა უკვე და ვიღაცამ რაღაცაზე ინსპირაციი დაფუძნებულზე შექმნა დაუბრუნდეთ Angular-ს ხო ანუ Angular-ის ადრეული ფაზები გასაგები აი შემდეგ როგორ განვითარდა შენი დეველოპმენტის ამბავი მე ისევ Angular-ის განვითარდა ოღონდ უკვე ორით ანუ ეს Angular-ი ამდენ პრობლემას რო ქნა და ძალიან ელი იყო რეალურად და ისეთი ანუ web-გვერდი იყო რომელიც მომხმარებლამდე მიდიოდა და ბევრ პრობლემებს ქნიდა რა შესაბამისად ამ დროს გამოვიდა Angular-ის beta ვერსია და beta ვერსიიდან beta 5 თუ 6 იყო, როდესაც გავაწყვეტეთ, რომ რაღაცა უკვე დავიწყოთ გადასვლა. და Angular-ს beta 6 ვერსიიდან ეს რაც ქონდა მანამდე გაკეთებული აპლიკაცია betting-ის დავიწყეთ, რომ გადაგვეწერა Angular 2-ზე. და აი Angular-ის beta ვერსიიდან დავიწყეთ და სადღაც უკვე რომ დავიწყეთ რაღაც ეტაპამდე რომ მივედით, რაღაც 6 თვეშიც უკვე ჩაოლებრივი stable ვერსიაც დარეგისტრა. და მიგრაცია რამდენად რთული იყო? მიგრაცია თავიდან დავწერეთ, ანუ არ მიგრდა, გადაწერეთ კი თავიდან დავწერეთ. ხო, თავიდან დავწერეთ. ანუ ანუ ლოგიკები იყო ხა იქ რა თქმა უნდა, რაც ანუ ბიზნეს ლოგიკები უფრო მარტივად გესმოდა და შესაბამისად რაღაც უფრო მარტივად გავაკეთეთ პროექტი.
არ იყო ძალიან დიდი პროექტი ის პროექტი, მაგას მარტივი ბეთინგის აპლიკაცია იყო, რაც 3 კოეფიციენტები და ბილეთის დადება და ისტორია, რაც დამატებით ფუნქციონალი არის. საბაზისო ბეთინგი იყო მარტო. და ეგეთ ფრეიმვორკში რაღაც კონკრეტული არქიტექტურა თუ არსებობს. ანუ მაგალითად ვიცით რომ მობაილში არის რაღაც MVC, MVM, Elm, MVU და ბევრი არქიტექტურა და მანდაც არის რაღაც მსგავსი. კი, აი მაგალითად განსხვავება ზუსტად Angular-სა და React შორის არის ის, რომ Angular-ი უფრო რაღაცა ჩარჩოებში გაქცევს. React-ისგან განსხვავებით, იმიტომ React-ში ხო, აი მაგალითად React-ში რომ თუ გინდა რომ გააკეთო backend-თან request-ი, ხო, შეგიძლია ადგედა კომპონენტის დაწერო ან რაღაც კონტექსტი ან მაგრამ რომელიც არ ჩამში მაინც კომპონენტამდე დადის, ხო? მაგრამ Angular-ში მაგალითად ბიზნეს ლოგიკისთვის კაცრად არის დოკუმენტა შეგიძლია იქაც დაწერო, მაგრამ დოკუმენტაციით კაცრად არის განსაზღვრული, რომ უნდა დაწერო სერვისებში. ეგეთი რაღაც scope-ი, სერვისები. რომელიც dependency injection-ის საშუალებით ინჯექტება კომპონენტში და ეს სერვისები არის ეს რა ქვია, სინქტონი. შეგიძლია რომ რაღაც ინფორმაცია როდესაც წამოიღებ backend-დან ამ სერვისში, როგორც რაღაც story კონდეს და რამოდენიმე კომპონენტში ეს story სერვისი dependency injection-ის საშუალებით დაინჯექტო და შესაბამისად კომპონენტებმა გამოიყენონ ეგ ინფორმაცია. ანუ მაგას ერთ-ერთი benefit-ი მე რასაც ვუყურებ არის ის რომ მაგალითად ალბათ შენ თუ 4 წელი მუშაობ ერთ კომპანიაში, სხვა კომპანიაში თუ გადახვიდე იქაც Angular-ს უიყენებენ 99.9% იგივენერად იქნება რაღაც მოწყობილი, უბრალოდ ჩინით ანუ ტექნოლოგია იგივე იქნება, მოწყობილობა ერთი იგივე. ეგეთი აი მაგალითად ხო, აი ბევრი ეგეთი პატარ-პატარა ფიჩერები აქვს, მაგალითად პაიპები აქვს, რომელიც არის ინფორმაციის, ანუ HTML-ში ინფორმაციის გამოტანის გარდაქმნას აკეთებს, დირექტივები აქვს, ანუ ბევრი პატარა ეგეთი ფიჩერი აქვს, რომელიც ანუ თუ დოკუმენტაციას აიკითხავ, მიხვდები, რომ სად რა კოდი უნდა დაწერო. და ანუ როდესაც რაღაც ახალი მაგალითად ჯუნიორი ან დამწყები დეველოპერი არის, შესაბამისად მისი ჩარჩოებში მოქცევა მარტივია, რომ აი მაგალითად HTTP calls თუ აკეთებ backend-თან, უეჭველად უნდა გაწერო სერვისში. ხო. და dependency injection-ს შენ აზრუნავ თვითონ. ხო, თვითონ ზრუნავს. კი, კი. მაგის თქმა შეიძლება გაგეპაუსტო ისო dependency, ანუ რაღაცაზე წერდა და dependency injection-ს არის ცოტა რა. კი, შეიძლება. რა თქმა უნდა, ანუ კი, თან ის იდეურად, ალბათ ჯუნიორების მე დაზეპირებული აქვს უბრალოდ რაღაცეები რა და კონსტრუქტორი არის. კონსტრუქტორში გაწერ და ესე იგი იმის ინსტანსზე წლმა გააკეთე. ის როგორ ხდება, ხო? ანუ კი, არ არის აუცილებელი. რა თქმა უნდა. საშიში. ან იმ არ არის საშიში საერთო ჯამში. სოდნის მხრივ. ანუ სოდნის მხრივ საშიშია, მაგრამ რაღაც რო ის ანუ არა, ხო. რა თუჭდეს ეგეთი არ არის. მაინც გონია რომ რაღაცას გააკეთებს სერვისებად და იცოდე რას აკეთებ რა, იმიტომ რომ იმის ახსნა შეგეძლო ვიღაცა რო გეტყვის ეს ახლა დაწერე და პარამეტრად რატო გადაეჭი კონსტრუქტორს. რა ვიცი, მაო ესეა ხო არის თქვი ანუ მოედანს რო აჰა ითამაშეო ანუ რა ის ყველა ანუ რაღაც არის ხო და პლანი ის პროსტა მეჯიკ არის რა ჰარი პოტერი არ მოსულა ჯოხი არ დაუკვირია და არ გაჩენილა უცბად პაიპები და სერვისები შენთვის რომ მე დეფინენსი ჩაგბუგაწოს ანუ ხო მე შემთხვევაში მქონია ხოლმე ფრონტ-ენდ ასე გადაკვეთილი არ მქონია მაგრამ აი რაღაც კომპანიაში მიმშავია იქაც ფრონტ-ენდთან მქონია კომუნიკაციის შორს და სულ მაგაზე წუწუნებდნენ ხოლმე რომ ანუ გასაუბრებებზე რა ანუ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად React-ზე ან Angular-ზე წლები წერდნენ, მაგრამ აი უბრალოდ რაღაცა generic კითხვა რომ დაგესვა, ტექნიკური რაღაცა ელემენტარი high order ფუნქციებზე მაგალითად წოდო ვეგი პასუხი. კი, არა, ანუ აი მაგაზე მარტო მაგალითს გეტყვი ახლა. აი თან კითხავ. ადამიანი რომელიც პირდაპირ Angular-დან იწყებს. ან ისეთ პროექტში დამწყები, ან პირველი პროექტი როცა არის, ან ისეთი რომელიც React-ში ერთვება React-ის პროექტში, რომელიც TypeScript-ია დაწერილი. ან მაგ ადამიანს ხო JavaScript-ს არა აქვს. არა, პირდაპირ სწავლობს TypeScript-ს. ანუ განსხვავებას, რა განსხვავებაა JavaScript-და და TypeScript შორის ვერ გეტყვი. იმასაც კი ვერ ანუ განსხვავებას ცუდი გაგებია რომ ანუ ვერ ხვდება უბრალოდ იმას რომ TypeScript-მა რა შეცვალა ვაფშე სამყაროში, ბენეფიტებსაც ვერ ხვდება, რომ ანუ მაგას კი რაც საუბრობთ ხოლმე გასული მე ფრეიმვორკის დეველოპერიო რა ხო და თან ანუ ნახე თან მე იმ პონჩი ვაბრალებ თვითონ დამწყებებს რომ ინტერესი არ აქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში უკან ჩაიხედო მაგრამ თან სამყარო ისე არის მოწყობილი რომ აი ეს ფრეიმვორკები ყველა დარწმუნებული ვარ სადღაც შექმნის ინსპირაცია ზუსტად ეგ იყო რომ მარტივად ანუ ეს რაღაცა learning curve ხო პროგრამირების კვადრუპლ დიდი იყო ანუ დღეს რო დაიწყებდი სწავლას რაღაცა
გარკვეული n რაოდენობის დრო გჭირდებოდა რომ გადაგელახა ეს ბარიერი და დაგეწყო და ეს ფრეიმვორკების მთელი მაინც რაღაც დონეზე იდეა ის ხო კი გაგიმარტიო საქმე მაგრამ თან მარტივად დაიწყო ანუ შემოხვიდე ხო იმიტომ რომ მათი ბიზნესი რა არის რომ რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს შენ ფრეიმვორკს და დამწყებები რაც უფრო პირველი აიღებს ჩემ იმას ეგ არის მომგებიანი და ყველაფერი გაუკეთეს გარემო შეუქმნეს რომ იმან იქ არ ჩაიხედოს მაგრამ ნუ იქ ხო შენ ხო მაინც შეგიძლია რომ დაინტერესდე რატო როგორ და ასე შემდეგ. ხო, აი მაგალითად კიდე ერთი მაგალითია რომ Angular-ს აქვს Angular CLI. Command line interface, რომელიც არის engine და პროექტის სახელი და ან ყველაფერს რაც ჭირდება, ან პირდაპირ engine და პროექტის სახელი და ყველაფერს რაც ჭირდება, ანუ იქ TypeScript, TS config-ები, Angular-ის კომპილაცია, პარამეტრებს გიწერს თუ არა, პროექტს გიქნის, თავიდან ბოლომდე კომპილაცია, პროექტი მე npm start-ი გინდა და გაშვებულია პროექტი. ანუ მაგალითად როცა Angular-ი გამოვიდა თავიდან, ეგ არისო. შესაბამისად იქ შენ გიწევდა webpack-ის აწყობა, ან რაღაცი, ან webpack-ი ხო, ან შენ მაგ ხელით გიწევდა რეალურად მაგის გაკეთება. შესაბამისად, ანუ webpack-ის ცოდნა ხო ავტომატურად ჩაიხსნა. შეგაწყვეტენ. webpack-ი არის ტექნოლოგია, რითიც high level JavaScript-ი ანუ იმაპება ხო რაღაცა. ხო, აი მაგალითად TypeScript-ი გადის JavaScript-ში. Babel-ი მახსოვს, ეხლა აღარ არის ხო იგი ტექნოლოგია. Babel-ი არ გამოიყენება მე. ადრე მახსოვს რომ Babel-ი იყო რომ high level JavaScript-ს წერდი. ან ახალი ვერსიის ES6, ES5-ში დაყვანა, კი. ან მაგრამ აი ტრანსპილერი. ფაქტობრივად თანამედროვე იმან უკვე ჩაყლაპა ხო ეგ ისინი. კი. ან მაგალითად Angular CLI ანუ Angular developers არ მოუკლა იმის საჭიროება, რომ webpack-ი გაარჩიოს და ისწავლოს, ან ნახოს როგორი რას აკეთებს, ან კარგიც არის და ცუდიც არის და ჩემი აზრით ეგ რა გაუმარტივა, მაგრამ რაღაცებს ჩამოასვა. აი მაგალითად webpack-ი Angular შემთხვევაში აკეთებს იმას, რომ Angular-ს კოდი ხო TypeScript-ზე იწერება, ამისგან დამოუკიდებლად კიდე Angular-ი პირდაპირ TypeScript-დან JavaScript-ზე არ გადადის. თავისი კომპაილერი აქვს და ამ შესაბამისად ამ webpack-ის საშუალებით ერთია TypeScript-ი JavaScript-ზე გადადის და მეორე Angular-ის კომპაილერი. ანუ რეალურად TypeScript-ის და Angular-ის კოდი დაყავს ბრაუზერისთვის გასაგებენას, ხო. და მაგას იქ პროექტში გააქვს მე ეგ კოდი webpack-ის ჩასული ქვევით ჩასული. webpack-ის ანუ ეხა Angular CLI-ში შესაძლოა ვაფშე საერთოდ webpack-ის კონფიგურაციასთან საერთოდ არ გაქვს. ანუ ის ქვემოთ არის მოდულებში არის დამალული და შენ საერთოდ inject-ი შეგიძლია თუ დაოვერაედება გინდა და რაღაც ძალიან custom რაღაცის გაკეთება გინდა შეგიძლია რომ ამოიღო ანუ აქ ეგეთი ბრძანება რომ ამოიღო დაგიგდებს და მე იქ შეგიძლია რაღაცა ხელით გაკეთოს. ანუ ყველა ახალ ვერსიაზე რადიკალად განსხვავებული ცვლილებებია Angular-ში. ვერსიებს გააჩნია. იყო ვერსიები, როცა განსხვავებული და ანუ რადიკალურად აი მაგალითად 12 იყო, როდესაც რენდერერი შეცვალეს. მანო ძველი რენდერერი იყო, მე IUI-ზე გადავიდნენ. აი ბოლოს განსაკუთრებულ ცვლილებებს ზუსტად ვერსია არ მახსოვს, მაგრამ ერთი არის, რომ ის რაღაც დიდი რაღაც დაამატეს, სიგნალები არის. რაღაც ახალი real time-ია. ხო, update-ი არის real time-ი. კი, ანუ რაღაც websocket-ის მსგავსი როგორც ხდება. არა, უბრალოდ ეგ არის გეხმარება ინფორმაციის გასანახლებლად. ანუ საბოლოო ჯამში Angular 2-იც stream-ია, просто და stream აი RxJS გავს ძალიან, მაგრამ თად RxJS-ი არ არის. stream-ია და უსმენს და ხო, მივხვდიათ. ხო, ანუ სიმსაულად შევიდე, არ ვიცი, მაგათ Angular-ის დეტალებში. ხო, მაშინ ანუ Angular-ს აქვს ჩვენი პოდკასტი მაგის. ხო, change detection მექანიზმი აქვს ეგეთი. რომლის საშუალებითაც ხდება, მაგალითად მიღებული ინფორმაცია, რომელიც მოდი უფრო თავიდან დავიწყებ, რომ უფრო ანუ React-ისგან განსხვავებით, რომ ეს template-ი გაქვს პირდაპირ კომპონენტში, Angular-ს აქვს 3 ფაილი, თითოეულ კომპონენტს. HTML-ის ფაილი, CSS-ის ფაილი და TypeScript-ის ფაილი. TypeScript-ის ფაილი არის, სადაც კომპონენტის ლოგიკას კოდს წერ, HTML-ის ფაილია template-ი ქვია და CSS-ი, რომელშიც ამ template-ს დილავს. იმისათვის, რომ ინფორმაცია კომპონენტიდან HTML-ში template-ში გამოიტანო, მაგისთვის არის ინტერპოლაცია, early curly brace და შესაბამისად სვადი სახელი, რომელიც კომპონენტშია. მაგრამ როგორ ხდება Angular-ი იმას, რომ კომპონენტში TypeScript-ში შეცვლილი ცვლადი, რომ უნდა შეიცვალოს HTML-ში. და გადაარენდებს. მაგას აკეთებს მექანიზმის საშუალებით, რომელსაც ქვია change detection-ი. Change detection-ის არსებობს რამოდენიმე სტრატეგია, default-ი და on push. Default სტრატეგიის შემთხვევაში ნებისმიერ ცვლილებაზე აპლიკაციაში ან user event-ზე ან observable-ის stream-ის აღძვრაზე თლიან აპლიკაციაში ამიტომ რომ ის ყველგან სადაც არა კომპონენტს და იმას მნიშვნელობა უყურებს და ცვლის შესაბამის
ნიშნულობებს. მაგრამ თუ მაგ default სტრატეგიიდან გადახვალ all push-ზე, ხო, გავს კომპონენტების tree. ყველა კომპონენტს თუ გავუთიშავ, ჩაურთავ on tree-ს, აი მაგალითად მესამე ლეველის კომპონენტზე თუ შეიცვალა ინფორმაცია, მაშინ აკეთებს მაგ ინფორმაციის გამოტანის შემოწმებას მარტო ქვედა ლეველის კომპონენტებში. ხო, აი ეგ მოაგვარა ზუსტად თემა, რა ქვია, სიგნალება. სიგნალების შემთხვევაში უკვე კონკრეტული ცვლადი გამოგაქვს HTML-ში, რომელსაც ანახლებ ხელითვე და შესაბამისად მარტო იმ ადგილას, იმ გივში, იმ კომპონენტში ხდება მაგესულება. ანუ თითოეულში უსმენს და listen. ანუ change detection რენდერდება როგორც ხდება. კი, სიგნალების გამოყენების შემთხვევაში შენ საერთოდ შეგიძლია ამოიღო ეგეთი library-ს იყენებს Angular-ი Zone.js, ეგ შეგიძლია ამოიღო და შესაბამისად საერთოდ კლავ ძველ change detection მექანიზმს. ხო, Zone.js არის ეგეთი რაღაცა, რომ რას აკეთებს, user invent-ებს და ეგეთ რაღაცებს უსმენს და თვითონ აღზრდავს ხელით მე change detections. Implement zones for JAWS. Даже repository-ს უწევთ public archive. ხო. 26 თებერვლის 2024 წელს. ხო. ანუ საჭიროება არ გახდა, რომ ხო, ან ეგ მოიტანა სიგნალი. 6 წელის ნამუშევარიაში, 8 წელი 9. ანუ ეგ თავიდან იყო Angular 2-დან Zone.js-ი მთავარი, ანუ მაგათ ერთსა და ორ შორის Zone.js იყო მთავარი ის რა ქვია და ეგ change detection-ის ახალი მექანიზმი იყო მთავარი მიგნე. Angular-ი open source-ია, ხო, ჩვეულებრივ? Open source-ია, კი. სიგნალი რო ახსენე, library-ო ეგეთი სიგნალი არის .NET-ში რა და real time სოკრატევის library-ია. კი და მაგიტო უთხარ წეღარა ანუ ეს .NET-ზე ასოციაცია. სიგნალი ისეთი ნეიმინგია რა, ეხლა ბევრი იმაში ენაში სიგნალი პირდაპირ ობზერვებულებთან კავშირდება რა. სიგნალს აკეთებ, და stream-ს აგზავნებ. იგივეა თან გავს. ანუ შეიძლება როგორც observer-ს აქვს next-ი, ამას set-ი აქვს update-ი და იგივე ახლა. ხო, ქვევით რეალურად ფუნდამენტალში ერთი და იგივე პრინციპია, რომ იქ რაღაც observer-ი უსმენ რამე თუ შეიცვალა, ყველა listener-ს უგზავნის. ეგ დაემატა Angular 2-ში, ისა, ეხა ბოლოს მე მგონი 16-დან თუ რაღაც, ან ზუსტად 16-17-დან არ მახსოვს, ეხა 18-19, ანუ იმდენად ეხა როგორ აქვთ იცი, ყოველ 6 თვეში აქვთ major update-ი და რასაც ასწრებენ, იმას უშევენ. შენ წუწუნებდი წინაზე, წინა ეპიზოდში, წელიწადში ერთხელ update-დება .NET-იო და ბიჭო, იმიტომ წუწუნებდი, რომ ანუ აქ როგორ არის იცი ხანდახან სინტაქსური რაღაცების იცვლება და აი მაგალითად .NET-ში როგორ გვაქვს იცი ან რაზეც ეს აი სამბობს რა ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი რაღაც ემატება რაც ისედაც software development-ში დიდი ხანია არსებობს და არავითარ საჭიროებას არ მოითხოვს რომ ეს რაღაცები დაემატოს რა ანუ იყო სხვანაირად მაგრამ იყო და იმის გამო რომ თქვა რაღაცა Microsoft-ის ცდილობს რომ ახალი ვითომ ინოვაცია შემოიტანოს, უწევს რომ რაღაცა ცვლილებები გააკეთოს ხანდახან სინტაქსური ცვლილებები ხანდახან არა სინტაქსური, მაგრამ ახალი რაღაცა ფიჩერი, ახალი ატრიბუტი bla 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 რაღაცა და ეს იწევს იმას უბრალოდ რომ ეკოსისტემა ისედაც უზარმაზარია, კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. არ არის ამის საჭიროება. უბრალოდ, ანუ დეველოპერი თავს კარგად გძნობს მაშინ, როდესაც ისედაც ბევრ რამეზე უწევს ფიქრი, მისი ეკოსისტემა მარტივია რა. უმიზეზო ცვლილებების სწავლას რა მოგამექა. თუ რაღაცა მართლა cutting edge ტექნოლოგია და რაღაცა ცვლილება არის, კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ სინტაქსი, ლამბდა სინტაქსო შემიცვლი. ეგა. მაგრამ ნახე, მანდაც ცოტა ისეთი განსხვავება. .NET-ში, .NET-ი რო იცვლება და update რო გამოდის ძირითადად ენა იცვლება. ხო? framework-ის დონეზე მაგაზე არ გქონდა შენ პრობლემა. ამათთან, ანუ აქვს უბრალოდ framework-ზე რომელიც არის დაფუძნებული გასცემს სხვანაირად შეიძლება ისენა იმენას თავის რეალიზები აქვს ხო TypeScript თავის ვერსიები ცოტა ნელია და მოუქნელია და იშვიათად აქვს არა მოიცა ეკოსისტემის აპდეიტები აქაც ცალკე გვაქვს იდეაში და ენის კიდევ ცალკე არის რა აი მაგალითად C# .NET 9 არის ახლა მაგალითად გამოსული და C# რომელიც 12 გამოდის უკვე რა ხო და ამიტომ ეს არის რა ქვია ვერსიის აქაც ეგრეა და თან და მან როგორ არის TypeScript-ი თუ და update და Angular-ში update-ს ელოდები თუ შეგიძლია ცალკე TypeScript და update ცალკე შეგიძლია მაგრამ მაგალითად აი მაგალითად Angular-ის 17 ვერსიის რაც recommended ვერსია არის ეს და minimum requirements იქნება minimum ვერსია კი ეგრეა TypeScript-ზეც რო ვისაუბროთ 1-2 ну TypeScript-ი შექმნა Hellsberg-მა ვინც C#-ის შექმნა და მანამდე Delphi წინაზეც ვისაუბრეთ Hellsberg-ზე ანუ Microsoft-ის ტექნოლოგიაა და
Angular-ი არის Google-ის ტექნოლოგია. და როგორი ისა პარადოქსია, ხო, რომ Google-ის ტექნოლოგია მაგაცი რამე ის არ არსებობს მაგის გამო, ანუ რაღაცა ორივე open source-ია. ორივე open source-ია. უბრალოდ მან პოლიტიკა, შიდა პოლიტიკა. ანუ ისე რაღაცა შეთანხმება სავარაუდოდ ვიღაცა დეველოპერს აართმევდა დეველოპერების გუნდს, რომლებიც მუშაობდნენ მაგაზე. ანუ სავარაუდოდ დიდი ალბათობით შეიძლება თვითონ Google-ში მის მუშაობს ის ხალხი, იღებს კონტრიბუციას TypeScript-ში. უეჭველად იქნება. კი, იმიტომ რომ ეგეთი core რაღაცაზე რომ მუშაობ, აზრა ნიშნობა issues რო გახსნა კონტრიბუცია რა ნიშნობა. ანუ იმდენ პრობლემას აგვარებს TypeScript-ი. JavaScript-თან შედარებით. რუბის დაემატა TypeScript-ი Angular-ში ბოდიში. ორიდან თავიდანვე. ორიდან იყო. ხო, ანუ მაშინ TypeScript-ი ხო ახალი იხილი. კი, მაგრამ თავიდანვე. ანუ პირველ ბოდიში ბეტა ვერსიამდე იყო, შეგეძლო არჩევა და კიდე იყო მესამე ვარიანტი Dart. და მე ორივე უკვე რო გამოვიდეს ხოლმე პირველ თუ მეორე ვერსიაში JavaScript-იც მოკლეს, Dart-იც მოკლეს და აი მარტო TypeScript-ს ვაწვევით და всё მორჩა. აი საჭიროა მივედით ჩემი აზრით TypeScript versus JavaScript-ი და აი მაგამ ბოქში რა პრობლემებს აგვარებს მაგალითად TypeScript-ი? TypeScript-ი აგვარებს იმ პრობლემას, თავარი პრობლემა რაც არის. ხო, სტატიკური ტაიპი, რაც რეალურად არის ის, რომ runtime-ის ერორები გადმოვა კომპილაციის დროს. აი მაგალითად ხო, ეგ არის, ანუ შენ შეიძლება რაღაც მარტივი ფუნქციონალი დაწერო, ხო? რომელიც იმისათვის რომ გატესტო რაღაცა 6 ან 7 კლიკი გჭირდებოდეს ჩვეულებრივად ბრაუზერში რომ გავუშვებ, ხო? რაღაც edge case იყოს, რომელიცაც რაღაც 10 წუთი გჭირდება მაგ მისვლამდე. ხო, მისვლამდე რომ გატესტო და უბრალოდ დაგიწყას ის რომ რაღაც ნანი მიიღო, იმიტომ რომ რაღაც ნამბერის ნაცვლად რაღაცა ნალს უმატებ რაღაცას. შესაბამისად TypeScript-ი არ გაძლევს მაგის საშუალებას და პირდაპირ კომპილაციის დროსვე ხდები და ეჩეხები მაგ შეცდომას და მაგ შეცდომას აღწევ. JavaScript-ში ჩვეულებრივად შეგიძლია string-ი მიანიჭო int-ს. კი. ნუ string-ი int-ი არსებობს, ხო? რაღაც ობიექტი არსებობს და ეს ობიექტი შეიძლება იყოს ყველაფერი. მაგის გამო runtime-ერები არ გაქვს. თუ none-ზე ოპერაცია არ მოხდება. თუ none-ზე ოპერაცია, nil-ზე ოპერაცია მოხდება, მაშინ იქნება runtime-ერები. TypeScript-ში ყველაფერი არ არის და პირდაპირ ტიპებს ასახავ, ანუ type სისტემა არსებობს. კი. ხო, და კიდე არსებობს დამატებული. nested ობიექტიც რო აიღო მაგალითად, ანუ ერთი ობიექტი გაქვს, რომელსაც ობიექტი აქვს და მესამე nested ობიექტია, ხო? ანუ TypeScript-ის შემთხვევაში თუ ეს ობიექტი nullable არ არის, ანუ შეიძლება არ იყოს null და ყოველთვის უეჭველად მნიშვნელობა უნდა ქონდეს, შესაბამისად, თუ რაღაცას მიანიჭებს ამ null-ს ან რაღაცას, გამოგისვრის errors და JavaScript-ის შემთხვევაში არაფერი და დაგეჭირა ხელი და მიდი ეძებ. და უნდა ეძებო და ხო, ანუ ეძებ მერე, ანუ ტესტირებას უფრო მეტ დროს უნდა. კი, console log-ებით ეძებ. მან ხო დებაგერი არსებობს, ცნება, მაგით ხო სკრი. კი. დებაგერი არ ჩვენ breakpoints ვამ ჩაოლებრივად და ბრაუზერში განახლობა რთული მისაგნები არის. ტექნოლოგიურად კი არ მესმის, რომ სკრიპტულ ენაში დებაგერი როგორ მუშაობს. ანუ კომპაილერ ენაში მესმის დებაგერი როგორ მუშაობს. აი ეს დაკომპილირდება, მე ამას runtime აქვს თავისი და ამ დაკომპილირებულ კოდს runtime უშვებს და შენ დიაში დებაგერ breakpoints რო ურტყავ, იქ runtime-ში ელოდები იმ ადგილს, რომ ეს გაჩერდეს და აქედან კითხულობ. მაგრამ JavaScript-ში ხო ვერ ვადაემატა, ხო ვერ ვენჯინი. იგივე არის, ანუ მაგალითად ბრაუზერი თვითონ იმიდან ედიტორიდან და იმიდან არ ვადებაგებ ხოლმე, პირდაპირ ბრაუზერში, ანუ იქედანაც მოსულა დებაგირება, მაგრამ მე მაშინ თვითონ ბრაუზერში ვემარჩევი. ხო, აი ტექნოლოგია როგორ მუშაობს, იქ ცოტა ვერ მესმის, მაგრამ ძირითადად დღეს ხო JavaScript-ის ყველაზე ძლიერი ენჯინი არის Verva. ხო, იქ Chrome-ში რაც პირველი რაც იყო Chrome-ში და მე მაგ Verva-მ გამოიწვია Node-ის შექმნაც. და ასე შემდეგ, მაგრამ TypeScript-ი დღეს რო ავიღოთ de facto სტანდარტი გაიჩნდა, ხო? კი, Node-ის ხარესაც, React-ის ხარესაც, даже Dino Node ვინ შექმნა რაინდალი, მაგრამ ხო შექმნა ახალ Deno-ზე მუშაობს და Deno-ში default-ად TypeScript-ია ჩვეულებრივი რა. იმიტომ რომ ეგ მაგ პრობლემებს აგვარებს. აგვარებს და თავარი ანუ გამოდის რომ JavaScript-ი გაიჩითა თანამედროვე სამყაროს assembly language-ია. რომელიც ბრაუზერმა იცის როგორ წაიკითხოს JavaScript-ი და ზევით არის დაშენებული მექანიზმები, რომლებიც მე ყველაფერს გადაყავს. როგორც ნუ ჩვენთვის არის assembly, ხო, ყველაფერი ჩადის მანქანა ბაინერში და ხო. ეგრე გამოვიდა. ხო, ანუ JavaScript-ია მაგის საწყისი რა. ხო, ან დღეს, ანუ შეიძლება როგორც ხმაგათად დღეს რო assembly არ ჭირდება ისწავლო.
ისე შეიძლება ვთქვათ, რომ ვებში JavaScript-ი, TypeScript-ი შეიძლება პირდაპირ დაიწყოს სწავლა. აი, წეგარ აქვს თქვი, მაგალითად დამწყებ დეველოპერი რომ მოდის და Angular-ზე იწყებს, ავტომატურად TypeScript-ს ეხება და იმან ქვემოთ JavaScript-ი როგორ კომპილირდება, არ იცის. მაგალითად ეხა დარწმუნებული ვარ, რომ აი Java TypeScript-ში და Angular-ში გამოიყენება დეკორატორები. ხო? ასაკეთებს დეკორატორი? ჩოლობ მეტადატას რო ანიჭებ. კომპონენტად კლასი არის და კლასას და მეტადატას. დამატებით ინფორმაცია. დეკორატორ პატერნია თუ დეკორატორ პატერნი შეიძლება. არა, პატერნია ანოტაციები მარტივად. ძალიან ფრონტენდს გონება. ო, ანუ ვერ მივხვდი. ალბათ მეტადატა ატრიბუტებს გულს ხო? ხო, აი კი ზემოთ. ხო, ზემოთ. ანუ ეგ ეხა იმაში არსებობს ანუ მაგრამ კი ანუ მოგონთ ეგრე არ ქვია დეკორატორები არ ქვია და ასევე ანუ საერთოდ სხვანაირად კომპილირდება ჩოლო პროპერტები და რაღაცებს სხვანაირად ხო ხვევით ვეგი მაგაზე მეტი არაფერი არსებობს მაგალითად ხო აი დეკორატორს და ან მე მგონი middle developer-ებს არ ვიცი ანუ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრმა ეგ დეკორატორი JavaScript-ში როგორ კომპილირდება არ იცის შესაბამისად ან მანდ მიდიხარ რომ შენ რაც თქვიცაგან მაინც დამადასტურებელია ხო ეგ მე არ მიკითხავს რაღაცას, იმიტომ რომ ძალიან ისეთია. ჩამჭრელი. უჩველი რო ვერ გავხსნას. აი, ანუ ეს დეკორატორები ვალიდაციის როლს ასრულებს რამის? მეტად აი მაგალითად კომპონენტს როცა აღწერ, კომპონენტ დეკორატორი არის, სადაც უწერ ამ კომპონენტის სელექტორი რა იქნება, ანუ ეს რო რა ტაგად გამოიყენო, ასევე change detection სტრატეგია, კონფიგურაცია წერს, რომელიც შეუძლია ამას იმის სჭირდება, რომ ფაილში on the fly ამოიღოს ეგ მეტად და მთლიანი კომპონენტის ამოღება არ დაჭირდეს. აი, მაგაზე მაგ იმაზე JavaScript Georgia-ზე მაგ თოქი, მაგაზე ზუსტად JavaScript-ის დეკორატორებზე. JavaScript Georgia-ზეც გადავიდით ხო ცოტა ხანში. ის Angular-ი ვამოწროთ, თქვენთან ხონდა ერთი კითხვა. ანუ მე მგონია, რომ Eric.js და ზოგადად სტრიმები Angular-ის გაპოპულარულებულია, იმიტომ რომ პირველი ბეტა, ანუ პირველი 14-15-დან როდესაც release version გამოვიდა, ანუ ორი როცა დაიწყო, პირდაპირ ჩაშენებული იყო, სხვა საშუალება არ ქონდა, უეჭოდ უნდა გამოიყენებინა. თქვენთან როგორ იყო, ანუ როდი შემოვიდა და თუ იყენებთ? ზოგადად Eric's ისტორია იწყება Eric Major-დან. Eric Major იყო .NET Microsoft-ში მუშაობდა. Eric Major-ის გაკეთებულია ლინკი. ეს ხო ლინკი იყო ძალიან ძველი ტექნოლოგია Microsoft-ის, სადაც იყო high order ფუნქციები, რაც იყო რა ეს ბაზასთან დამოკავშირებელი. თუ ის ხო კოლექციების სამართავი, language integrated query. არის ნებისმიერ კოლექციაზე, ანუ .NET-ში არის ორი ძირითადი კოლექციის ტიპი, IEnumerable და IObservable. და მაგ ორ ტიპზე მიბმული extension მეთოდებია, ლინკი, სადაც ყველა ეს link მუშაობს lazy loading-ით, deferred execution-ი აქვს თავისი და მოკლედ high order ფუნქციები, ანუ ფუნქციონალური ენა. ეს Eric Major იყო ამ ფუნქციონალურის პირველი, ანუ ძალიან პროპაგანდისტი, ენთუზიასტი და მან შექმნა პირველად reactive extensions, რა, სუპირვალი ანუ Microsoft-ში დაიბადა იდეაში გაპოპულარულება ხო და Microsoft-ში დაიბადა reactive extension-ში მერე ყველა მენამ თავისი ამის Erix.js, Erix.Swift-ი და იქიდან დაიწყო reactive.net-ი არის ჩვენთან ზუსტად ეგ რასაც შენ იცახება და ჩაშენებულია რა ყველაფერი რეალურად Erix-ის ანუ მაგის თქვა მინდა reactive-ის ფუძე იყო ლინკი უბრალოდ მე reactive გახდა ეს მთლიანი მე ცნება და ჩვენთან მაგალითად Swift-ში არის ეგეთი framework-ი არის Erix.Swift-ი. სადაც ეს თლიანი reactive-ნესი არის დამატებული, მაგრამ თანამედროვე ტენდენციები ის წამოვიდა მაგალითად რომ ჩვენთან ცოტა სხვანაირი ომები მიდის, რა ჩვენთან Apple-ი ხო ძალიან ისეთია რომ აი ყველაფერი ჩემი უნდა იყოს და რამდენიმე წლის წინ Apple-მა შექმნა ეგეთი framework-ი Combine-ი, რომელიც არის ზუსტად Erix.Swift-ი. Erix.Swift-ი არის public open source პროექტი რა და Combine-ი არის პირდაპირ non-public-ი, რა თქმა უნდა, Apple-ის. და ცდილობა იყო ჩანაცვლების, რომ აღარ გამოიყენებინათ მაგალითად Erix-ი. Erix.Swift-ი. მაგრამ პრობლემა რა არის ახლა? Swift-ი ამავდროულად არის ძალიან open source პროექტი და ძალიან cross-platformული ენა რა. და საკმაოდ კარგი წარმატებები აქვს Linux-ზე და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ ისეთი ენა, server-ზეც იყენებენ და ასე შემდეგ. და Swift-ი აქედან აწვება იმას, რომ ძალიან public იყოს და Swift-მა გააკეთა რამოდენიმე წლის წინ ახალ ვერსიაში ჩააშენეს async stream-ები და async sequence-ები. რომელიც ეს ორი გაძლევს საშუალებას, რომ Erix.Swift რაც აქვს და Combine რაც აქვს, ყველაფერი თვითონ Swift-ია, native-ად ჩამოტებული. და უკვე Apps-აც აღარ აქვს мотиваცია, რომ Combine-ი აგძელოს და გამიტომ რომ თვითონ ენაში არის რა, ანუ ზემოდან რატო უნდა დაიმპორტო მოდული, როცა თვითონ
language based არის feature-ი რა, ამიტომ ხო, Elixir ძალიან გამოყენებადია, ნუ ყველაფერი ეგრე ხდება, მაგრამ რეაქტიულად ხდება. უბრალოდ Elixir აღარ ხდება რა. ანუ, მაგრამ ის ფუნდამენტალები გვაქვს ყველაფერშია რა. ძირითადი კონცეფტებია რა, რომელიც ყველგან და ყველაფერში არსებობს რა და ხო. ეგ კონცეფცია თვითონ რაც Elixir-ა დაშენებული. უბრალოდ Elixir სახელია აღარ არის რა. მაგრამ მე მახსოვს რომ ის თუ თავიდან რომ მე დეველოპმენტს რო ვიწყებდი, ეს Elixir იყო, აი მაშინ იყო ისეთ ჰაიპში იყო, რომ ეგ თუ გესმის. კი, ეგრე იყო. ეგ თუ გესმის, ყველაფერს გაიგებ და იქ პეიპერები იწერებდა ხოლმე და სტატიები იწერებდა, ეს JavaScript-ს ყავდა ხოლმე ძალიან ის hipsteri ენთუზიასტები და ეგ ვიჯექი ხოლმე და ამ სტატიებს კითხო ხოლმე დღე და ღამე, მაგრამ მაინც არ მისმოდა ხოლმე რა. და ჯერ ეს Eric Majors-ა თქი what really means reactive, to be reactive რა. ძალიან საინტერესოა ძველი თქია. მაგას მახსოვს ხოლმე წლები უყურე ხოლმე, 20 წელს უყურე ხოლმე, მაინც ვერ ვიგებდი რა ზოგადად. იდა ძალიან აბსტრაქტულად გაზრდა რა და ეგ მაშინ ის პერიოდი იყო და საქართველოში იჩიტებოდა ის ბიჭებმა რო ჩაატარეს functional meetup-ი რო იყო. 2017 იყო მე მგონი რა. ხო, მახსოვს კი. აი მაშინ იყო ეგ პერიოდი იყო ეს ძალიან ჰაიპში იყო ეს ფუნქციონალობა. აი მაგაზე მინდა ეხლა მეთქვა რა, რომ JavaScript-ის meetup-ი აქვს გაჩატარებული ხო, როგორც მახსოვს. community ხო, community იყო კი, მე და სანდრო დოლიძე, საფარელი ირაკლი ოთოზაკალაშვილი. კი. სანდრო იყო მთავარი ის. ხო. რამდენი ის ჩაატარეთ? მე მახსოვს რომ 3 თუ 2. მე მგონი public ანუ ის პირდაპირ ფიზიკური შეხვედრით 2 იყო თუ სწორად. და მე COVID-ი დაიწყო ხო, როგორც და მე COVID-ი დაიწყო და მე გავაკეთეთ 2 თუ 3 კიდე ეს ონლაინ. და რატო აღარ გაგრძელდა თვითონ ხალხის ინტერესი იყო, იმიტომ რომ მეც მინდა რომ .NET-ის meetup-ი გავაკეთო რა. ალბათ თავარი მიზეზი რატომაც არ გაგრძელდა, ანუ ჩვენაც ისე დავიწყეთ და კარგად წავიდა პირველი შეხვედრაც, მეორეც სრულად დატვირთული იყო დარბაზი, შემდეგ YouTube-ზე ვიდეოებს საკმაოდ კარგი ნახვა ქონდა რა იმ პერიოდისთვის, მაშინ YouTube-ი ესეთ პოპულარული არ იყო, ეხლა როგორც არის. და ჩვენც რაღაც ენთუზიაზმის და ისე ვაკეთებთ, მაგრამ მე COVID-ი რომ მოვიდა და რაღაც ჩაიკეთა, ჩვენთაც мотиваცია ინტერესი იყო ხალხის დამსწრეების რაღაც. კი, საკმაოდ დიდი სამეგობრო იყო. ძალიან Facebook ჯგუფი იყო, ძალიან აქტიური. კი, ანუ რაღაც ანუ ზუსტად თუ არ ვსწრებს, 30,000-მდე თუ არა, ძალიან დიდი რიცხვი თქვი, არ მახსოვს. ნახია, ხო, არ მახსოვს, 7 თუ 8-ად, მაგრამ ანუ რაღაც პოსტს რო დაწერდი, ანუ ისე არ იყო, რომ რაღაცა 1 ლაიქი და 2 ლაიქი. ანუ ველოდებოდა ხალხი. მე მახსოვს, რომ მე ანუ შიდა დისკუსიებიც მიდიოდა ძალიან მაგრად. რა თქვი, community თუ ამაყობდი 3400. ხო. 33,000 მახსოვდა და მაგიტო. მაგრამ დიდი ციფრია. ხო. ერთი კონკრეტული community დიდი ციფრია. აგერ ჩვენ ყველაფერს ვლაპარაკობ და 2000 subscriber იყოს და მარტო JavaScript-ს 3000 subscriber იყოს, ანუ ჩვენს გვაქვს შანსი, რომ კი, ანუ ძალიან ისე. ანუ მაგანა ჩვენ დაწერილ პოსტებზე, ანუ დისკუსიები მინდოდა ძალიან ისე, ანუ აქტიურად დღეში რამოდან, ეხა პოსტების ეფრუებზე და იმაზე ქონდა, რა თქმა უნდა. მაგრამ ანუ ბოლო პოსტია დაწერილი 2021. ხო. და იმერე ხო. არა, ბოდიში, ეს არის page-ს აქვს 3400. groups-ში არის 8500 კაცი. ხო, რაღაც რაოდენობა შევავსდი, 7 ხო. არა, დიდი ციფრი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი field-ისთვის და community დიდი ციფრია. სინგულარში ოდესაც იყავე. მაგ მიმართულებით ლიდად მუშაობდი ხო როგორც მახსოვს. კი, მე ან ბოლოს თავიდან არ ვიყავ, მაგრამ კი, ხო, რა თქმა უნდა. 3 წელი. აი მაგ დროს შენი ლიდობა რას მოიცავდა ამ მხოლოდ იმას, რომ თქვათ ტექნიკურ მხარეს მხოლოდ თუ თვითონ ხალხთან კომუნიკაციას გიწევდა რაღაცების დამენეჯება გიწევდა მენეჯმენტის ნაწილში რა, იმიტომ რომ წინაზე მახსოვს ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და მგონი იმის წინაზეც რა, რომ ზოგადად ლიდის როლი რა არის და რა უნდა ჰქონდეს, რა არ უნდა ჰქონდეს და რას უნდა ელოდებოდეს ზოგადად ხალხი იმ ადამიანის მიმართ, ადამიანისგან ვინც დაქვემდებარებაში არიან. ხო, აი შენ შემთხვევაში ეგ როგორ იყო? კი, ანუ ეგ ეტაპებად იყო, რადგან თავიდან არ ვიყავი, ანუ ეს სინგულარში რა პროექტებს მუშაობდი, დავიწყე მარტო. თავიდან ამ რაღაც გამომყვეს არსებული თიმიდან და დავაწყებინეს მარტო. და შემდეგ ეს თიმი იზრდებოდა, ჯერ ერთი ვიყავ, მე მეორე დეველოპერი გამომიყანეს იმ თიმიდან, ორნი ვიყავით რაღაც და ეგრე გავიზარდეთ და ბოლოს როცა წამოვედი ვიყავით 11 front-end developer ვიყავით Angular-ის ამ თიმში. ეგ შესაბამისად რაც თქვი, ეტაპობრივად თავიდან სულ full time 2 და 3 რო ვიყავით კოდწერდი და ერთმანეთში როგორც რაღაც დიდივით გამოკვეთილი არ იყო. მერე უკვე რაღაც ნაწილი მენეჯმენტი, რაღაც ნაწილი კოდი და მერე ეს კოდის ნაწილი ნენელა მცდებოდა და ბოლოს არ ვწერდით თითქმის საერთოდ. ძალიან იშვიათი შემთხვევა რომ რაღაც კონკრეტული და ძალიან ისეთი. ხო, ძალიან ისეთი თუ არ იყო, არ მიწევდა კოდის წერა. ეგ იყო დაახლოებით ეგ არ მოგწონდა როგორც ხდები, ხო?
ანუ ძალიან ისე არ ვიყავი განწყობილი რომ არ მომწონდა. რა თვითონ ტექნიკურ საკითხები ჰქონდა შე. ტექნიკურთა ყველაფერთან, ანუ ტექნიკურ განხილვებში ყველაფერი მაგალითად გიორგი მგვითხრა ზუსტად წინაზე რა, რომ თუ რაღა კოდს ჩამოშორდებიო რაღაც ეტაპზე მაინც მოგიწევს ის რომ ძალიან სხვაგან წახვიდე რა, იმიტომ რომ გაშორდები რა გინდა არ გინდა რა. კი, ანუ რაღაც ნაწილში შორდები ალბათ კი. აი მაგალითად ხო აი მარტივ მაგალითს გეტყვი, თავიდან როცა სრულად ვიყავი ჩართული, ანუ ყველაფერი ვიცოდი სად რა ეწერა, სად რა კეთდებოდა ასე შემდეგ. მე pull request-ს review-შიც ვიყავი ჩართული, მაგრამ რაღაცეები მე რჩება და რაღაცა კითხვას რო გისვამი, რაღაც მაგალითად ბაგი რომ მოდის, თავიდან ხო გვეჭულად ეგრევე ხვდები შენი გაკეთებული რა ყველაფერი, რომ სად არის ეგ ბაგი. მე ვეღარ ხვდები. და მე უკვე რაღაც დებაგირება გჭირდება. მე ძალიან ინტუ უნდა იყო რა პროექტში, მე მგონია რომ მსგავსი რაღაცების დამენჯება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ კი გუნდში კომუნიკაცია არის იდეალურად დაგეგმარებული რა. ანუ თუ კი ვთქვათ ზუსტად ესოდინება leads, ვინ რაზე როგორ და რანაირად მუშაობს, აი მაგ პრობლემის პოვნაც მარტივად მგონია რომ შესაძლებელია რა. ამიტომ მენეჯმენტს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მე მგონია რომ მან solution-ი არის ის რომ ერთი lead-ი კი არ იყოს. ანუ ნახე როგორ არის ძირითადად ხომ როცა lead-ი ყავს გუნდს, ხო? ძირითადად ის მენეჯმენტშიც ჩართულია და ტექნიკურ ნაწილშიც ჩართულია. და მეგონი მაგიტომაც არის რომ თანამედროვე გუნდებში ანუ ბევრი სახის ლიდი არსებობს, არის მაგალითად ინჟინერინგ მენეჯერი არსებობს და იქაც ტექნიკალ ლიდი არსებობს. აი ტექნიკალ ლიდი ვიყავი მე. გუნდის ზომაზეა დამოკიდებული რა. და მაგას როცა მაგალითად შენ უკვე ყავს ტექნიკური ლიდიც და თორე ინჟინერინგი, ანუ იქ უკვე მე მგონი ეგ კარგად ბალანსდება, რომ არ მოგიწევ, არ მოუწევს მაგალითად ისეთ ლიდერს, რომელიც უფრო მენეჯმენტში ჩართული ტექნიკურ რაღაცებზე საუბარი რა და ნუ არც შეიძლება იყოს მისი ინტერესი ეს და მოხწონდეს. ხო და აი რო დავნეს, ანუ ზუსტად ეგრე იყო რაც ესე ერთიანად არის ხო, რაღაც ეტაპებად იყო და თან მანდ ყველაზე ისეთი რაღაც თული არის საკუთარ თავში გადალახვა. აი მაგალითს გეტყვი, თავიდან რაც 5 ხარ დავუშვათ თიმში და ანუ ეს მანამდე ყველაფერს შეკეთებდი, ეს ახალი თიმის წევრები დაგემატა და ანუ რაღაც თავი დავალებებია ყველას თავიანთი ხო და რაღაც დედლაინები არის. ანუ რა უნდა გააკეთო, როდესაც ანუ დავუშვათ შენ თიმის წევრი თავზე დავალებულ და მინიჭებულ დავალებას ვერ აკეთებს, ხო? ან პირველი რაც ვაკეთებდი, რატო ვერ აკეთებს? არა, ხო პირველი რაც ვაკეთებდი იყო ის, რომ ანუ რაღაც მე ვიღებდი და ვაკეთებდი. მაგრამ მაგას ხვდები რომ რაღაც X რაოდენობაზე ხო არ არის სწორად. რაც გაიჭედე. ხო, X რაოდენობა ადამიანზე რო და ხარ ფიზიკურად ვეღარ გააკეთებ მაგას ხო რაღაც. შეიძლება ორი ადამიანი როცა ყავს, ორი რაღაც ჯუნიორ საქმე გააკეთო თუ თან ისინი არ 100% შემთხვევაში ხო არ ფეილდებიან რაღაც რაოდენობაში ფეილდებიან და რაღაც გამოასწორებ, მაგრამ 5-6 რო იზრდება, მე მაგის შანსი არ აქვს და მე უკვე გიწევს სხვა რაღაცებზე ფიქრი, რომ აი მე როგორ უნდა რა უნდა გავაკეთო ისე, რომ ხო, რა უნდა გავაკეთო ისე, რომ ანუ ის არ დაფეილდეს და მე არ მომიწევს იმის საქმის კეთება. აი მაგაზე იყო ძალიან ისე სანდრო ჯეჯელავა იყო ჩვენ ამ ტრენინგებს გვიწერებდა და მაგ იმას ეძახდა მაიტა ის რა ქვია მაუსი მაგი სინდრომს რაც ქვია რომ აი რომ შენ ჩაირთო მაიტა ხო მე უნდა კი იმიტომ რომ ხანდახან ხო იგივე გამოცდილებას და შეიძლება ტექნიკური ლინგვისტიკურად არ ყოფნის ის რაღაცა რაც უნდა ანუ არ გამოცდილება არ გაქვს იმდენი რომ ამას იმდენი შენი რაღაც თოზე ლაპარაკითაც დაეხმო და ასაპორტო და გირჩენია მაგდენ ლაპარაკს და მას მომეცი უცბად და მე დავწერო. ხო. ანუ მანდა კიდე ერთი ის არის ანუ მე ანუ ჯუნიორ რაღაცას რო აკეთებს რაც არ უნდა მარტივი დავალება მიცე ხო ანუ რაღაც ხარისხი მაინც ხო განსხვავებული იქნება თავისთავად და მე უკვე ის მაგას რო დავუშვათ არ ერთვები მე ის გერთვება რომ აი ხარისხს რო ვერ იღებ ანუ endless რაღაც loop-ში მიდიხარ გამოსწორების რა. თან მაგას pull request-იც ვერ ეტყვი ხო ამის ხარისხს ანუ ხო ეგ ხო რაც ისეთი რაღაც არ არის რომ აი mute-ითო X-ი ამად გადააკეთე ანუ თლიანად ხედვა ხარისხი მაგაზე და მე მაგის და გამომდინარე ეს რაც უფრო მე ის ანუ კოდის წერა შორდებოდი და იქეთ გავდიოდი უფრო რაღაცა guideline-ების და strict rule-ების რაღაცე მაგების შექმნაზე უფრო დავიწყებ ფიქრი და მუშაობა ვიდრე კოდის წერა რომ მანდარი ეგეთი production-ზე გაშვებულ რაღაც პრობლემაზე ან ბაგზე როდესაც არის ხოლმე საუბარი ერთი ეგეთი თქმულება არსებობს რა რომ როდესაც რაღაცა მსგავსი disaster situation-ები ხდება პრობლემები ყოველთვის ბრალდება ერთ ადამიანს მაგრამ არასდროს არ არის ერთი ადამიანის ბრალი ყოველთვის არის არასწორი მენეჯმენტის, არასწორი ტესტინგის, არასწორი რაღაცა იმის ანუ პროცესები თუ არ არის დალაგებული
მაგრამ ხო საბოლოო ჯამში არის ვიღაცა გელა და იმ გელას მრავლდება ყველაფერი რა. ეხა ხანს ერთი წლის წინ ზუსტად მოხდა მილიონი ადამიანს გაუგზავნეს SMS-ი კომპანიის სახელმწიფო რა თქმა უნდა და ორი სენიორი ინჟინერი მოხსნეს სამსახურიდან. ვიცი ეგ кейს გამახსენე. ძალიან ცუდი кейსი იყო რა, ანუ სენიორი ინჟინერი მოხსნეს სამსახურიდან და არა ბოდიში ვიტყუები. სენიორი და ჯუნიორი. ჯუნიორიც მოხსნეს, ვინც რელიზი გაუშვა და სენიორიც. ხო, დაბრალდა ორ ადამიანს და რეალურად გავსიეს. და ჯუნიორისთვის წარმოიდგინე ეგ რამდენად დიდი სტრესია, რომ პირველ სამსახურში ხარ და პირველი სამსახური შეიძლება დაანებოთ ამ мотивაციას. ეგეთი ფეილი თუ გისულდება რომ სამსახურიდან გიშვებენ იმის გამო რომ რაღაც შეგეშალა. ხო. დაართულია. აი ჯუნიორის სენიორს ბრალი, ანუ მე მაგალითად სენიორს დავაბრალებდი, მაგრამ ნუ აი სამსახურიდან ფაილი, ანუ საერთოდ პროცესს დავაბრალებდი რა, მაგრამ გაგდების რა ეხა შენ მე ვიცი ეგ ამბები შიგნიდან და საკმაოდ ანუ ისე არის დარეალიზებული ეგ ვერსია შუბრანი არანაირი რაღაცა ვიღაცა ტიპი დაждდა მოდი უცბად რაღაცა დგაბ. კი, მაგრამ კომპანია როდესაც გაქ შენ პირადად და დირექტორი ხარ და ამდენ მილიონებს კარგავ ხო ვიცი გადახვეჭქვიდან. ბიჭო, ნახე ეგ არის როგორ ვთქვა, სიმპტომია ეგ. ეგ ხო, ცხადია. ანუ ეგ რომ მოხდა, ეგ არის შენი სიმპტომი. დღეს თუ X შეცვლი Y-ით, შეიძლება ზეგას დაგემართოს ეგ. თუ პროცესს არ შეცვლი და იმის შეცვლა არც არ გიშველება რა. ის მაინც დაგარგულია ის. მაინც ვერ იმპულს მაინც ვერ დაგიბრუნებს და უნდა ბაგექნა რაღაცა გაკვეთილი უნდა ისწავლო. ანუ სამწუხაროდ ვერ სწავლობ. რაღაც საინტერესო კითხვა დამება და წეღან ეს არავისთვის არ მიკითხია. თუმცა ამა ეს ჩემი კარიერის ფიქრი, ან ბევრჯერ მიფიქრე ამაზე რა. აი შენ როგორ ხედავ software developer-ის, software engineer-ის კარიერულ გზას რა. ანუ საიდან იწყება? სად მე იყოფა გზები და როგორ ხედავ ზოგადად რა. ან თუნდაც შენ როგორ ხედავ შენს აი აქედან სად ხედავ შენ თავს რა. ის კითხვა არ არის რომ HR-ები რო გითხარ 5 წელს და სად ხედავ რა. აი უბრალოდ აი ჩვენ ხო იცი რომ ჯუნიორი, მიდლი, სენიორი და რეალურად ეგრე არ არის რა. ბევრი შრეები გვაქვს რა. კი, აი მაგაზე ყველაზე ისეთი თუ გახახი არ მამალად გიორგი მამალაძის არის პროგრამირების 5 ეტაპი. ამ ეგ არის ჩემთვის ჩემიც და უყურებ ხოლმე რაღაც 1 წელში, 2 წელში ერთხელ რაც პერიოდულობით უყურებ. ხო, უყურებ ხოლმე მაგთოქს. ამ ეგრე ან პირველ 5 ეტაპი მაინც ეგ არის ჩემი აზრით, თუმცა ეგ უშუალოდ კოდის წერის ნაწილში. და ალბათ ანუ ეგ უფრო მგონია ადამიანს რა მოწონს. ან თუ კოდის წერა მოგწონს, მაშინ რა თქმა უნდა რაღაცა სულ იქნები. ხო, მანდაც არის როლები რა. ანუ ქართულ კომპანიებში რაც მე არ მომწონს. არის ეგრე რომ ანუ მიდიხარ რაღაცა ეტაპზე ახვალ, ანუ ინჟინერინგში ადიხარ მაგათად რაღაცა X level-ზე, ის იქითაც ინჟინერინგ level-ი აღარ არის. და პირდაპირ თუ გინდა აქ level-აპი პირდაპირ ხდები მენეჯერი. ხო. და რეალურად ეგრე არ არის, ხო? ანუ რაღაცა მაგალითად ხარ სენიორი. მე ესე ვხედავ მაგალითად და ორად იყოფა გზა რა. მე შეიძლება გახდე მაგალითად ინჟინერინგ მენეჯერი ან რაღაცა team lead-ი და უკვე მიდიხარ უფრო მენეჯმენტის. ხო. აქეთ ხარ ეს არის staff ინჟინერი, principal ინჟინერი და ასე შემდეგ. მაგეთ ხარ ჩვენსკენ არ არის ხო საერთოდ. ხო, ჩვენთან არ არის. პირდაპირ ხდები სენიორი მენეჯერი. კი, ეგრე არის ხო? ანუ თუ ისე ყველაზე გამოსტილ დეველოპერი ხარ, უეჭვად მედიული უნდა იყო და მენეჯერი უნდა გაიყო. ეგ მაინც გონია იმის ბრალია რა, რომ საქართველოს საერთო ჯამში ალბათ პატარა ბაზარი გვაქვს. შესაბამისად ცოტა ბიზნესებია და ნაკლები დეველოპერების რაოდენობა, ვიდრე თქვა სხვა ქვეყანაში რა. ხო, და ეგ ერთი, მეორე ის რომ საქართველოში პროგრამირება ბოლო 10 წლეულია უფრო წინა პლანზეა წამოწეული რა. ეხა ერთეულებზე არ მაქვს საუბარი, ვინც რაღაცნაირად 2002 წელს დაიწყეს კოდინგი რა. რატომაც ხო 2002 წელს რო კოდინგი დაიწყო საქართველოს. არა, ანუ ხო, ანუ მაგას ვიზახი რა. ხო და ბაბუჩკი შუქი არის ხო? კი, ხო და ანუ იმას ვიზახი რომ აი ამერიკაში მაგალითად რადგან ესე ვამბობთ ხო და ევროპის სხვა ქვეყნებში ეს ყველაფერი ძალიან ადრე 90-იანებში დაიწყო რა. ხო, მაგრამ ეგ რაში მიშლის ხალხს მე რომ staff ინჟინერი მოყოდეს კომპანიაში თქო. იმაში გიშლის რა რომ დათადრო აქაც დამკვიდრდება მსგავსი მიდგომები. ისევე როგორც განვართ იმას კი, ისევე როგორც agile, რომელსაც ბევრჯერ ვამბობ. მაშინ ეს ან ხარად კითხავ. აი მაგალითად რამდენი კომპანია საქართველოში რომელსაც მაგის საჭიროება საერთოდ აქვს? ჩემი აზრით, მე როგორც უყურებ ყველას, აი მაგალითად ავიღოთ ბოლო პერიოდია ეს ძალიან რამდენი კომპანია მიხვდა ზოგადად რომ გუნდებს საჭირო რომ ყავდეთ პლატფორმ თიმი.
და გაყოფილი იყო პლატფორმ თიმი. აუხსნი რა არის, ანუ მაგალითად ვაკეთებ რაღაც პროდუქტს, ხო? ევროპულ კომპანიებში ეს არის 2/4. ანუ არ არსებობს, ანუ თვითონ ემნებში კომპანიაში გასაუბრებს გადიხარ, გეკითხება შენ თავს სად ხედავ, ანუ პროდუქტული ტიპი ხარ უფრო თუ უბრალოდ ინჟინერული ტიპი ხარ, რომელსაც ანუ გევასება ფიჩერებზე მუშაობა, რომელიც მე გავა და მილიონი ხალხი თით დაადგაპუნებს, თუ მოგწონს რაღაცა solution-ებზე მუშაობა, tooling-ი, developer tooling-ი და ასე შემდეგ რა და ხო და აქ ეგ ნაწილი არის ჩამოჭრილი. ქართულ კომპანიებში პლატფორმ თიმი, ესე ვთქვათ, არ არსებობს. აი მაშინ ანუ მე ვერ წარმოვიდგენია ქართული თიმი, რომელიც tooling-ზე მუშაობს. ხო და რატო? ხო და ნახე, აი ოთომ დასვა აი კითხვა რა, რომ რამდენად არის მაგის საჭიროება. შეიძლება რასაც იძახი, ეგეთი დიდი კომპანია არის სულ 2 ან 3. რავი, ხო და მაგ 3-ში ხო არის. ხო, tooling-ზე მაინც არ მუშაობენ. მე არ მგონი, არ ვიცი. ხო და რატო? არ ვიცი. შენ, თქვენ ნახე, შენი სფერო არის ცოტა სხვანაირი. შენ ყავს dedicated ვიღაც open source ტიპები, dedicated უზარმაზარი კომპანია, რომელიც მაგ tooling შენ გიკეთებენ. და აი მაგალითად რაც წეგან თქვი რა, რომ ისო CLI tooling მაქვს, დავაჭერო და ხო. 2025 წელია და ჩვენ მაგალითად ეგეთი tooling არ გვაქვს. ხო. სიტყვაზე ავიღოთ რა. მაგალითად შენ გაქვს ლინტერი. რომელიც ავტომატურად შენ იმას მოყვება. კი. ჩვენთან ლინტერი არის open source ბიბლიოთეკა. ანუ ხო ხდები რა მაგალითები მოყავს, ანუ შენ რაღაც ერთ full package-ი გამიგე და ჩვენთან მაგალითად ეგეთი full package-ი არ არის. ნუ ეგ ყველაზე ისეთი პრიმიტიული მაგალითად, მაგრამ სიტყვაზე ავიღოთ, როცა მე მიდის გუნდში არის ძალიან დიდი არქიტექტურა მაგალითად და ყავს, რავი 28-25 დეველოპერი ყავს ძალიან მოდულარიზებული. ანუ უბრალოდ ფიჩერების კეთებისას უბრალოდ ხდება საჭიროებები, რომ რაღაცეები უბრალოდ ანუ tooling-ზე იმუშაო. Tooling-ზე გულისხმობ რა იცი, აი უკვე რაღაც გამზადებული reusable tool-ი, რომელსაც მე დეველოპერები გამოიყენებენ. ხო? ანუ ეგეთი, ანუ არ არსებობენ ტიპები, ვინც მაგაზე იმუშავებენ რა. და არა და საჭიროება არის, იმიტომ რატო არის საჭიროება? მე როცა 65 დეველოპერს ეგეთი tooling-ები არ აქვთ, იწყება ტექდეფთების მატება გუნდში. და გამეორებადი კოდი ხდება ბევრგან რატო? მომივიდა ტასკი. რაღაცას ვაკეთებ. პირველ რიგში რას ვაკეთებ? ვეძებ ვინმე ხოლმე გააკეთე ესეთი. და ეს მე სადღაც არავის თულად არ აქვს გადაქცეული, copy paste-ი წავიდა. იმიტომ რომ დრო არა მაგ გამიგე მე ეს თულად გავაკეთო, მე მენეჯერი დამაწუხა, რომ ვინმე არ აქვს საკეთებული, რას ნიშნავს შენ თუ ტასკი მოგივიდა? ანუ ტასკი მომივიდა, მაგალითად ავიღოთ, რომ რაღაც უნდა გავაკეთო. მაგრამ ამ რაღაცის გასაკეთებლად მაგალითად ავიღოთ, რომ ანუ base 64 string-ი მოგდის და base 64 string-ით უნდა დახატო სურათი. ეს შეგიძლია მაგალითად ავიღოთ switch-ი რამდენიმეოდ გააკეთო. შენ ხო ხარ და იწყება მას დიდ კომპანიაში ხარ რა, უეჭველი იცი რომ 10 წელია კოდინგი მიდის ამ პროექტში, ვიღაცას ესეთი ექნება გაკეთებული. მიდიხარ ნახულობ ვინმეს ხო არ აქვს ეს უკვე გაკეთებული რა. არსებულ solution-ში მსგავსი, მაგას ეძახი. ხო, ვინმეს რამეს ხო არ გაკეთებოდა, რომ ნახულობ, მიდიხარ და აკოპირებ. თუ ის თულად არ არის გამოტანილი, ხო? ნუ ეს base-60 მაგალითად ბევრი რაღაც შეიძლება. აკოპირებ და მოდიხარ და მე გიგროვდება, ბევრი კოდი გიგროვდება, გამიგე და მე ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში, ანუ ექსპონენტურად იზრდება. და მე არის რთული გასაგები, რთული დასალაგებელი, აი ძალიან რთული პრობლემებია რა, აი უბრალოდ როცა მithumedes აი მობაილში როცა ადამიანები ჩახედულები არიან ხომ ძირდა ლუჭით ხომ წარმოიდგინე რომ მან როგორ ძალიან ბევრი პრობლემები და მენეჯერებს ხშირ შემთხვევაში გონიათ რომ ანუ ჩვენთან არის მაგრამ და სერვის გამოიძახებ რესპონსი მოგივა დახატავდა ხო და აი მან საბოლოოში ხომ მან დადიხარ რომ აი მაგალითად რაღაცა ფიჩერები არის გასაკეთებელი ამ ფიჩერებისთვის ყავს რაღაც მაგალითად 20 დეველოპერი შესაბამისად მომდევნო ფიჩერების სეტს აგებს 20 დეველოპერს. ეს 20 დეველოპერი უკვე დაკავებული ამ ფიჩერებით და რესურსი აღარ რჩება იმისა, რომ ვიღაცა გამოიყოს და რაღაცა გავითარებასე ის როგორ ხდება იცით პლატფორმული ნაწილის მუშაობა, აი ვიღაცას თუ ტასკი მორჩა და დრო დარჩა, წავა და იმას აკეთებს და ნუ ძირითადად ყველა კომპანიაში არის ეგეთი ბორდები. მე სადაც მიმუშავე, ყველგან ყოფილა ეგეთი რაღაც გლობალ ბორდები რა ჯირაზე. ნუ იქ რეგისტრირდებოდა რაღაც გლობალური პრობლემები და თავისუფალი დროც გექნება, უნდა აი თავისუფალი დრო არ არის. არასდროს. ანუ მე დავუშვათ თუ რაღაცა ახალი ადამიანის აყვანა რომ უნდა იყვანს, იმიტომ რომ რაღაცა ახალი ფიჩერი აქვს გასაკეთებელი და მაგიტოა მნიშვნელოვანი და კონსტანტური რეფაქტორინგის პროცესი არსებობს. ხო და ეგეც რო არ არსებობს, მაგიდან გამომდინარე ვამბობ რომ თუ პლატფორმ თემი გეყოლება
რავი, აი პლატფორმებში ვერ გიყოლება ყველა. კაი, მაშინ ანუ ეგ პრობლემა რო არსებობს ბიზნესის გარდა. ჩემი აზრით თვითონ დეველოპერების პრობლემაცაა, იმიტომ რომ თუ რაღაც major პრობლემას წამოჭრიან და values დაანახებენ ამის უკან, სხვა პრობლემაც შეიძლება მაშინ ეგ ჩემი საყვარელი ნაწილია ეგ რომ სადაც დეველოპერებს არ შეუძლიათ ანუ ეგრე სწორად წარმოსახო პრობლემის. დეველოპერები ზითად ბიზნესს როგორ ლაპარაკებენ, იცი? აი ამას იცით რატო ვერ გავაკეთებ? იმიტომ რომ სადაც სტატიაში წავიკითხე რომ ეს არ შეიძლება. აი ბიზნესი სულ ფეხებზე კიდია შენი best practice. მან დარი კიდე ძალიან ერთია. ბიზნეს ბოდიში დაუმთავრება, ბიზნეს უნდა ელაპარაკო, მისენაზე უნდა უთხრა რომ შენ ჩვენ რო ესე გვაქვს, ხვალ დაგარტყავს ეს. დავკარგავ. ხო, შენ უნდა დააჭერ. მაინც დეველოპერმა უნდა დაუთვალო შენ და შენ თუ სწორად დაუხსნი. დიდი ალბათობით თუ რაციონალური ტიპია, წამოყვება მაგას. მან არის ხოლმე ეგეთი რაღაცა, რა მე მქონია ისეთ პროექტებზე შეხება ან ისეთ ფუნქციონალებზე, რომ რაღაცა როდესაც წერია და გიწევს რაღაც სხვა მოდულის დაწერა ან სხვა ფიჩერის ან რაღაცა, მაინც გიწევს იმ არსებულის გაგზელება რა, იმიტომ რომ კონსისტენცია არ დაარღვიო რა და არსებული რაღაცა სტილი და სტილითაც წერია ზოგადად ეს რაღაც ფიჩერებია თუ კოდის რაღაცა ნაწილი იმ სტილს მიყვება. მაგრამ მან არის ხოლმე ეგეთი მომენტი რა, რომ ხშირად თვითონ ის დეველოპერმა მე მქონია ეგეთი მომენტი გამომიწია რა, რომ მხოლოდ იმის გამო დამიწერია რაღაც კოდი მსგავსად, რომ კონსისტენციალურობა არ დამერღვია. იმიტომ რომ ხო, პროექტებისაც არის რაღაცა ხის სახლი, როდესაც არის ამ ხის სახლში შენ იმას Minecraft-ი დაიმონდებს ვერ შეიტან, ხო? ანუ არ არის ამის საჭიროება. ხო, მაგდოს ეგ სწორია, მეც მიქნია ბევრჯერ. ანუ უყურებ ფიჩერი როგორ არის ძველი გაკეთებული, ეს როგორ აკეთებდნენ და ისე მიყვება, თან არ მომწონს რა. მაგრამ მე მან არის ორი ვარიანტი. ახლა პირადი ეთიკა რამე? არა, ნახე რაღაცა, როგორ უყურებ ამ სამსახურს გააჩნია. შეიძლება მე ამ სამსახურს უყურებ და დროებით ჯობად, რომ სადაც ხელფას ვიღებ კარგს და ოკეია. აქედან გამომდინარე, ამაზე ხა მე ხუბი, მაგრამ მიზარება და მქონია ეგეთ პროექტები რა. მაგრამ მე არის სამსახური, სადაც უყურებ ჩემთვის, რომ აქ უნდა გავიზარდო და დიდი ხანი უნდა ვიყო. და მან უკვე მკიდია ის რისკები და მიღებს ამაზე ჭხუბი და მე ვაყენებ საკითხებს, რომ ეს ესეა და ანუ მე ამას გიწევს მე დიდი ბრძოლა. კი რა თქმა უნდა. პირველ რიგში რატო? შენ რომ ახალი მისული ხარ და იქ რო ტიპები ამას დიდი ხანი აკეთებენ და პირველი რომ მაგას ყვირა ცოტა defense mode ერთვება. ხო, defense mode ერთვება, რომ ამას ამ ბიჭო ამდენი ხანი ჩვენ ვაკეთებ, ხა ვიღაცა მოვიდა და ჩვენ გვეჭხუბება და თავიდან, მაგრამ მართალი ხარ რა და მაინც იმ defense mode-ში თავიდან კი გეჭიდავებიან, მაგრამ მე ბოლოს მაინც გამოყვები. და შენ გიწევს აი მაგაზია რა, აი მაგ ეფორტის ჩადება თუ გიღირს. მაგ შემთხვევაში შეგიძლია რომ დაიწყო, რომ მაგაზე ისოვა. ბევრს ძალიან ცოტაა, ვისაც ეგ უღირს რა. და ვერ გაამტყ. უმეტესი ადამიანისთვის ჩვენი ჯობი არის, ანუ ეხა მე რო ლაპარაკობ ამაზე ანთებული და ენთუზიაზმით, უმეტესი ადამიანი ეგეთი არ არის. ანუ არ აინტერესებს რა, მივიდა ძმაო, დასლი მაქვს. ხო, მაგრამ ნახე, მან სხვა მომენტი ის არის რა, რომ რაღაც ეტაპზე მომავალში მაინც ეგ ცუდა დაწერილი კოდი ისევ შენ დაგიხდება ცუდად. 8 საათი ვიწვალებ. ხო, საქმე არ გაგეთდება. ხო და ნახე, როცა ენთუზიაზმი არ გაქვს, ეგ შენი პრობლემა, დეველოპერის პრობლემა აღარ არის რა. რავი, ცუდი კოდია, მეტი დრო დამჭირდება მის გასაკეთებლად რა, 13 estimation-ი. Research-ი მაგასაკეთებელი, დიდი ხანი უნდა ვეძებო იქ. და ნუ ესე იწელება მე და ესე მიდის მდორედ. და ბოლოს უკვე რა აქვს ბიზნეს values კარგავს developers, გაიგე და developer offer-ით მიდის რო ეტყვის რომ offer-ი მაქვს სადღაც და გამიშვია, იწადი. ხო. იმიტომ რომ რავი, მაინც წვალობ შენს დროს ხარჯო, ახალს მოიყვანე. დავკარგო ხა 6 თვე რა რას მიშ. ეგ იმაში არის. მაინც წავა წინ რა. ნელა მან წავა. Netflix-ის CEO-ს წიგნი არის და მან არის ზუსტად რომ Netflix-ში არის ეგეთი პოლიტიკა რომ ანუ შენ პირდაპირ მენეჯერს რაღაც დროის შუალედის შემდეგ უნდა კითხო რომ მე რო წავიდე ანუ შენ იბრძოლებ თუ არა რომ მე დამიჯდა ანუ თუ ის გეტყვის რომ აი ცოტა ისეთი პასუხი მაშინ ანუ შენ აღარ ხარ საჭირო და წახვიდე რა ანუ მინიმუმ იმისთვის დადიყო ნებისმიერ წუთს ჩაგანაცვლებენ კი და იქ ჩემთვის მაგალითად ნუ თუ მე იმ სამსახურში სადაც ვარ ჩემთვის main job-ია და ვფიქრობ რომ ეს არის ნუ 8 საათს ვატარებ იქ ეგ ჩემთვის ძალიან სანერვიულო ფაქტორია რომ თუ მე ხვალევე ჩამანაცვლებენ რა ვიცი რომ არ მოგეწონება არ მომეწონება იმიტომ რომ მე ამბიციები სხვანაირი მაქვს და თუ ჩამანაცვლებ მაგრამ შეიძლება ხო ხდები ვიყო იმ ჯობში სადაც
მაგრამ არ მაინტერესებს თორე რავი ისინიც ბედნიერები არიან ტასკებს რაც მოძრაობენ უკეთებ მეც ბედნიერია მაგრამ ხვალ ვიცი რომ ჩამონაცვალ ძალიან კარგად დამშვიდობები კი ბატონო რა არიან ეგეთი არიან დეველოპერები და ყველა სამსხურში ეგრე არიან ამიტომაც მაგიტო ვამბობ რომ პლატფორმ თიმში შენ ყველა ვერ გეყოლება რა თქმა უნდა ყველას ეგ ენთუზიაზმი ეგ არა აქვს რა მაგრამ უნდა გყავდეს ვიღაცა 2-3 ტიპი მე საჭიროა staff engineer-ი გყავდეს ვიღაცა ზევით ვინც მაგათ თავზე ედგება და დაეხმარება რაღაცებში და მე როგორ არის მე მიმუშავე კომპანიის სადაც ეს პლატფორმი მიიღო ნუ უცხოურში და მან როგორ აი მაგალითად აი პერფორმანსის პრობლემა აქვს რა Slack-ის ჩეთი იყო პერფორმანსის პრობლემა მაქვს გაფ მოვიდონეთ რაღაცებს იზავდნენ და ეგრე რეზულტატებს გაძლევდნენ ბენჩმარკებს ეს კიდე გაქვს და ესე იყო რა თუ რომიანი სამი პრობლემა ქონდა მაგალითად არ ქონდა არ რეკვესტებდნენ იქიდან ისინი აკეთებდნენ რა და როგორ გამოდიოდა იცი პროდუქტ თიმი რომ მუშაობდა სულ იმაში იყვნენ რა ეს შეგრძნება არ ქონდათ რომ რამე ძველდება გადასაწერი იყო რამე ისინი გადაწერდნენ დოკუმენტაცია იყო დასწერი ისინი დაწერდნენ და ესენი პირდაპირ იყვნენ აი პირდაპირ ყველაფერი ქონდათ იმისთვის რომ აგეწყო ის რაღაცა პროდუქტი და პროდუქტიც რა თქმა უნდა კარგად იცოდნენ და ნუ მაგიტო ვფიქრობ რომ საჭიროა ნუ რა თქმა უნდა ყველგან არა მაგრამ მოდი გადავინოსოთ რაღაც სხვა თემაზე ერთი ეგეთი საინტერესო და საკმაოდ ტრენდული კითხვა დამებადა რომელიც ძალიან უყვართ ხოლმე რა აი განსაკუთრებით დამწყებ დეველოპერებზე მაქვს საუბარი რა ეგეთი მითი არსებობს რომ ფრონტი მარტივია ძმაო და ფრონტით დავიწყე ხო ანუ ეს არის მითი რომელსაც ყოველთვის ხსნი ხოლმე რომ თანამედროვე ფრონტი არ არის ის ფრონტი რაც იყო 15-20 წლის წინ არ არის რა თქმა უნდა ფრონტი მხოლოდ HTML CSS და ასე შემდეგ და ხო ვიაზრებ იმას რომ თანამედროვე ფრონტი არის გაცილებით უფრო კომპლექსური. ხო და აი მინდა რომ შე როგორც ფრონტ-ენდ დეველოპერმა ამაზე ისაუბრო რომ ეს ამ მითის დამსხრევა შეუძლოთ რა რომ თანამედროვე ფრონტი მარტივი არ არის. ხო. ანუ თავიდან ალბათ მარტივი მიტოა რომ რაც index HTML-ს გააკეთებ, რაც buttons დააკეთებ, კლიკს დააჭერ და რაღაცა ან back-ში იგივეს გააკეთებას რაღაც გააზრება ჭირდება მაგალითად back-end-ი რა არის, რა მოვალეობა აქვს, ხო? მაგიტო პირველადი შეგრძნება ისეთია რომ მარტივია. მაგრამ ან მარტივიც იყო საერთო ჯამში სანამ რაღაც single page application-ები გადავიდოდა და server side rendering-ი იყო მანამდე ხო მაგალითად ფრონტი სანამ single page application-ები გამოვიდოდა რა იყო HTML, CSS, კლიკის დაჭერა და დანარჩენი არაფერი არ ხდებოდა. მაგ ეტაპზე მარტივი იყო ალბათ. არ მაგ ეტაპზე არ მიმუშავია, მაგრამ მარტივი იყო. მაგრამ როდესაც უკვე შენ მთლიანი ლოგიკის, ბიზნეს ლოგიკების, ვალიდაციების, ყველაფრის წერა ფრონტის მხარეს გიწევს, ხო? შენ შესაბამისად ეს კომპლექსურობა შემოდის. აი მაგალითისთვის, ან ჩვეულებრივად რა თქმა უნდა back-end-ის მხარეს არის რაც უფრო კომპლექსური კალკულაციები შეიძლება იყოს, მაგრამ front-end-ის მხარეს არანაკლები კალკულაციებია. მაგალითისთვის, აი ბოლო Singular-ში პროექტზეც მუშაობდი, იყო betting-ი, ან მაგის მთლიანი კოეფიციენტების დათვლა სხვადასხვა ქვეყნებზე მორგებით, აი მაგალითად კოეფიციენტების დათვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ხო? single სისტემი ასე შემდეგ ამ კონკრეტულ ტერმინებში არ ჩავალ, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ეს ლოგიკები ყველაფერი front-end-ის მხარეს იყო, იმიტომ რომ შენ ყოველი რაღაც კლიკის შემდეგ back-end-თან ვერ გააგზავნი request და ვერ მოთხოვ რომ რაღაც კალკულაცია გამიკეთე, ხო? ან თუნდაც სანამ GraphQL შემოვიდოდა, ხო, შენ front-ი იძულებული იყო რომ რაღაც 1 2 3 API request გაეკეთებინა, რაღაც datas merging-ი front-ის მხარეს გაკეთებული იყო, რომ იმიტომ რომ back-end-ი ხო ვერ მოერგებოდა, API ხო ვერ მოერგებოდა, რაღაც კონკრეტული page-ის ვიზუალზე შეიძლება სხვა page-ზე სხვანაირად ჭირდებოდეს. ანუ ეგ ლოგიკები რაც მაგალითად datas merge-ს ეხება, რაღაც კალკულაციებს ეხება და ამ შემდეგ ყველაფერი უკვე single page application-ების შემდეგ გადმოვიდა front-ის მხარეს, რამაც გააკომპლექსურა front-ის მხარე და ეხლა მე ბეგზეც მიწერია რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავ რომ რაღაცა ძალიან დიდი ის იყოს განსხვავება არ არის, ანუ რაც დრო გადის, უფრო და უფრო უახლოვდება front-ი და back და ანუ ალბათ უკვე თანაბარი სირთულის არის, იმიტომ რომ ანუ რა ჭირდება რომ ენა იცოდე, ჭირდება რომ ლოგიკის წერა გესმოდეს, ხო? რომ ხო პატერნები ორივე მხარეს ჭირდება ეგ ყველაფერი უკვე, ხო? რაღაც ვერ დაწერ ისე რომ რაღაცა ან best practice-ები კოდი როგორ უნდა დაწერო ორივე მხარეს ჭირდება. რა, ამას იმედია ბრაუზერი როგორ ხო
პლუს რაღაც ფუნქციას რო დაწერ ხო, ანუ დაიცოდე აქეთაც როგორ უნდა დაწერო, იქეთაც უნდა დაწერო. რაღაც low level-ზე, ფუნქციების წერის level-ზე და ეგეთ level-ზე აბსოლუტურად თანაბარი არის. კი, მაგრამ მე ამას თავის აბსტრაქციები ამატებდი. და მიკროფრონტენდი არსებობს კიდე ცნობილი ვერსია. მაგალითად მოგუყევი რა არის მიკროფრონტენდი, როგორ იყენებთ მაგალითად? ხო, აი მიკროფრონტენდის ყველაზე მარტივი მაგალითი არსებობს Google Drive-ს ამობენ, მაგის მარტივი მაგალითი, სადაც ერთი აპლიკაცია აქვს, რომელშიც სხვა ბევრ აპლიკაციას იყენებს, მაგალითად იქ არის Word-ის დოკუმენტი ქვია მე მგონი Drive-ის დონეზე და ასე შემდეგ, რომელიც ცალ-ცალკე აპლიკაციებია, რომელიც მოქცეულია ერთი აპლიკაციის ჭრილში. ხო, ანუ ასეივე ვიდეოში Google Drive-ზე ასეივდება მაგას. კი, ანუ ხო, მაგალითად ფანჯარაში რო გადავიღოთ, ანუ რეალურად Google Drive ხო არის ლინკის Drive-ის ლინკი არის. ხო, მაგრამ ის ცალ-ცალკე პროექტებია, რომლებიც ცალ-ცალკე deployment-ი მიდის, მაგრამ როგორც პროდუქტი იყურება ერთად, ხო. Google Drive შეგიძლია Word-ი გახსნა. კი, Word-ი გახსნა. ხო, მაგრამ არქიტექტურულად მიკროფრონტენდი ეგ არის, რო თქვათ აი მარტო მაგალითად ანუ იდეაში მიკროსერვისების გარეთ განსხვავდება. ანუ ცალკე მოდულია. მიკროსერვისები distributed სერვისებია, სხვა სერვერზე და აქ ერთ ადგილას კი ყველაფერი. მე ვერ გავიქი. აი მარტო მაგალითად გაქვს რაღაცა web page-ი, ხო? და ამ web page-ზე გაქვს რამოდენიმე აპლიკაცია. ანუ აპლიკაცია აი კიდე ისევ ან ის გვეთინგს და იმას ან გადავაკიდე, მაგრამ ანუ gambling-ის საიტი როცა გაქვს, იქ გაქვს sportsbook-ი, რომელიც სპორტი არის, გაქვს სხვა P2P თამაშები, ნარდი და ეგეთი რაღაცეები, სლოტები და ესეთ რაღაცეები, რომელიც საერთო ჯამში ერთ საიტზე იკრება, ხო? რაღაც gambling-ის საიტზე. მაგრამ ეს საიტის development-ი და deployment-ი ცალკე თიმის მიერ მიდის, მაგალითად სპორტის betting-ის ცალკე თიმის, სლოტების ცალკე თიმი აკეთებს, მაგრამ როგორც პროდუქტი მომხმარებლამდე ერთი საიტი არის და შესაბამისად ერთი ის ხდება, ხო? აი მაგალითად iFrame-ი ზოგადად ესე მიკროფრონტენდში გადის, იმიტომ რომ iFrame-ით არის ჩასული ცალკე აპლიკაცია, რომელიც ამ page-ზე ჩანს. ანუ ცალკე ფიქიჯებია, ცალკე აქვს თავიანთი statement-ი, ყველაფერი ცალკე, აბსოლუტურად. უბრალოდ ერთად კომპილირდება და ერთად მიდის ერთ პროდუქტად მიდის. კი, და მე შესაბამისად კომუნიკაცია აქვს, მაგალითად აი მაგალითად სპორტის betting-ის საიტი, რომელიც რაღაც საიტზე ზის, კომუნიკაცია აქვს რაღაც messaging-ის საშუალებით. თავიანთი messaging სისტემა. თითიც ერთმანეთს აკავშირებს. post message-ები ქვია და post message-ების საშუალებით ხდება. აი მიკროსერვისებში რო ისა RabbitMQ. ხო, publish subscriber model. ხო. ანუ ეგრე არის. უბრალოდ ესენი უფრო ახლოს არიან და ისინი უფრო სხვადასხვა სერვერზე არიან. კიდე მაგის მე კიდე უფრო ცოტა ისეთი მაგრამ მაგას ბოდიში კითხვა დამება და მაგათაც შეგიძლია მიკროფრონტენდის დროს აი მაგათაც შეთქვის სპორტი აი ეს ან სპორტი იყოს მათ 1.0 ვერსია ყველაფერი ერთად ანუ მოკლედ რელიზ მენეჯმენტი ან ამაზე ყველაფერზე ერთად ხდება თუ შეიძლება ცალკე ხდება აბსოლუტურად ანუ თიმებს საერთოდ კვეთა არ აქვს ანუ საერთოდ ანუ ეხა ჩვენ შემთხვევაში სხვადასხვა ანუ საერთოდ საიტს ვინც აკეთებდა შეიძლება იმ დეველოპერსთან არ ვიცნობდე ანუ საერთოდ კავშირი არ აქვს უბრალოდ კონტრაქტზე თანხდებით messaging-ზე, მაგალითად ეს message-ის ეს არის, რა მე ამ message-ზე ეს data, ამ message-ზე ეს data კონტრაქტზე თანხმდება და მორჩა. დანარჩენი უკვე ჩვეულებრივად მიდის და მაგის მე ხა უფრო თანამედროვე განვითარებისკენ წავიდა, ესე აპლიკაციების level-ზე კი არა, აი მაგალითად ერთ აპლიკაციაში თვითონ სხვადასხვა კომპონენტების დონეზე რო გააკეთო მიკროფრონტენდები, აი მაგალითად გაქვს საიტი, რომელსაც აქვს header-ი, footer-ი, tree და რაღაცა შიგნით main content-ი, slide-ი. ხო და აი slide-ი არის ცალკე package-ი, ცალკე deployment-ი, ცალკე თიმი მუშაობს და არ აინტერესებს არაფერი. Slide-ის თიმი არის და slide-ზე მუშაობს, footer-ზე მუშაობს თიმი, footer-ის თიმი არის და მორჩა. იმას არ ეხება საერთოდ არაფერი, აქვს წინასწარ გამზადებული კონტრაქტები და ის სხვა თიმებთან რო აი მაგალითად ამას ამის დაჭერის შემთხვევაში რაღაცაზე ისხვის ამ events შესაბამისად ის უსმენს ამ events თუ ეს event ანუ მიკროფრონტენდის შემთხვევაში გუნდებიც შესაბამისად არის განაწილებული ხო? კი, შეგიძლია განაწილო და ხო მარტო იყო ანუ მთელი მუღამი ეს არის რომ ანუ როგორც წეღან ვახსენე რომ ის betting-იც არის და საერთოდ კავშირი არ ქონდა დანარჩენთან იგივე არის მაგრამ შენ გავაკეთე მე ერთი personal პროექტი იყო სადაც მარტო ვიყავი თავიდან მე ერთი ჩემი მეგობარი დავემატე მაგრამ მე ჩვენც ეგრე გქონდა თავიდანვე რომ თითო ფიჩერი ცალკე პეკეჯი იყო და მაგრამ ანუ მანდ თემა ის არის გატესტო არის ძალიან მარტივი რა
ანუ როცა ყველაფერი ერთად გაქვს, რაც ერთი კონკრეტული ფიჩერი რო გატესტო, რომელიც შიგნით არის სადღაც, ხო? ეს ყველაფერი უნდა გაიაროს runtime-მა და უფრო ნელია და შეიძლება აქ რაღაცამ გაგისხას, იქამდე ვერც მიხვიდე. და აქ ყველაფერი ცალ-ცალკე გაქვს ფექიჯებად. პირდა მარტო იმ ფექის ტესტავ და მორჩა რა. და ძალიან მარტივია რა. ხო, აი პირველი ეტაპი რაც აპლიკაციის დონეზე ქონდა, გაკეთებული ქონდა, იმიტომ რომ ანუ რამოდენიმე აპლიკაცია ქონდა ჩვენ თიმშიც თვითონ, რომელიც ცალ-ცალკე და აბსოლუტურად დამოკიდებელი იყო ერთმანეთისგან, არანაირი კავშირი არ ქონდა. ნუ რა თქმა უნდა, იქ რაღაც npm package library-ები ქონდა ჩვენივე, რომელსაც ესენი იზიარებდა მე რაღაც library-ების პონჩი, მაგრამ აპლიკაციები აბსოლუტურად დამოკიდებელი იყო. წეგან ახსენე server side rendering-ი. კი. ბევრს ეგ არის მის რას ნიშნავს და server side rendering server-ზე რენდერდება თუ რა ხდება და ტექნიკურად უბრალოდ 1-2 წუთით უბრალოდ რა ავხსნათ რა არის. აი მაგალითად ეხა ნებისმიერ Angular-ის აპლიკაციაში დეფოლტად ან React-ის აპლიკაციაში არ აქვს მნიშვნელობა რო შეხვიდე inspector view-ს დააჭირო არის რაღაცა 30 თუ 40 ლაინი კოდი არაფერი არ ხდება მაგრამ რეალურად ხო ბევრად მეტი არის დარენდერებული როდესაც ჩერდიხარ მაგ დროს რა ხდება ანუ ორი მიდგომა ერთი არის client side rendering და მეორე არის server side rendering client side rendering-ის შემთხვევაში უბრალოდ index.html-ი გაქვს რომელშიც არის დაიმპორტებული JavaScript ფაილი და ამ რენდერინგს უზრუნველყოფს ეს JavaScript ფაილი. Server side rendering-ის შემთხვევაში რენდერინგი ხდება სერვერის მხარეს. ან როდესაც მე რაღაც URL-ზე შევდივარ, ხო? ამ URL-ზე backend-ის მხარეს, backend-ის არ front-end-ის მხარეს, Angular-ის მხარეს, აკეთებს Angular-ი ამ რენდერს, ამ კონკრეტული page-ის და მაძლევს გამზადებულ HTML-ს. ანუ ჩემი ამ დროს ჩემი მანქანა არ ხარჯავს რესურსებს არ სერვერი ხარჯავს და სერვერი მაძლევს გამზადებულ HTML-ს სერვერი გაძლევს გამზადებულ HTML-ს და კლიენტი პასუხისმგებელია მხოლოდ რასაც ხედავს იმის რენდერინგზე და cache-ზე ალბათ ლოკალურ cache-ზე რასაც ხედავს ეგეთ სერვერი არა მათ ცოტა ანუ ეგ server side rendering-ი მოგონილი არის ცოტა fake-ი არის რატო არის fake საბოლოო ჯამში მაინც client side rendering-ი ხდება ის server side HTML-ი დახატოს ხო არა სხვანაირად არის ის ხომ მოვიდა HTML გამზადებული დარენდერდა ამ დროს ხდება JavaScript-ის არსებული JavaScript რომელიც ჭირდება მაგის ჩატვირთვა და ამის ამოცვლა. ანუ ეგ არის ორი რაღაცისთვის, ერთი არის SEO-სთვის და მეორე სწრაფი ვიზუალიზაციისთვის მომხმარებლისთვის. მაგალითად იმისათვის რომ JavaScript-ი ჩაიტვირთოს, ხო, ბევრად მეტი დრო ჭირდება, ვიდრე plain HTML-ი გამოგიგზავნოს და დაარენდეროს. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იგივეა, რაღაც 3 წამის მერე მაინც ჩვეულებრივ single page application-ია, სადაც JavaScript-ი იტვირთება. ხო, ეგ არის server side rendering მეტი არ. ახლა არ ვიცი next-ი როგორ აკეთებს, მე მგონი ცოტა განსხვავებულად აკეთებს React-ის framework-ი, მაგრამ Angular-ში ყოველ შემთხვევაში დღემდე ეგრე არის. დღეს ევან როგორ არის React-ი წერა თუ მინდა აპრიორში next ვიყენებ. გაჩნია რა გინდა თუ server side rendering-ი გინდა ალბათ უნდა გამოიყენო next-ი არის framework-ი რომელიც default-ად server side rendering default-ად server side ანუ მე პირველში სად მივხვდი რომ თუ მარტივი არ არის მე ძალიან ისეთი generalist ტიპი ვარ ყველაფერს ვედები ხოლმე რა და ანუ ესე ბარიერში შესვლა თავიდან მიჭირს ხოლმე რაც დრო არის მაგრამ ნუ მე შევდივარ ახლა და რაღაც პონჩი კომფორტულად თავს Lisp-ზე ეგრე იყო და ბევრზე closure-იც მისდია და ასე შემდეგ. საკუთარი Medium-ზე მაქვს ბლოგი და არ მინდოდა Medium-ს გქონდა და მე საკუთარ ბლოგს ავაწყობ მეთქი რა. და დავიწყე ხა რა ვქნა ხა ითი ავაწყო. ეს static site გენერატორები არ მინდოდა რა, იმიტომ რომ რაღაც მოდიფიკაციის არ მქონდა. და მეთქი რაღაცა framework-ს მივადგები ხა რომ იმას ვქნა და დავიწყე ხა ყველას ნუ svelte ვნახე, იქ view ვნახე, მაგრამ არც ერთი არ მემარტი აი რაღაც იმის შეგრძნება არ დამიტოვა რომ simplicity რაღაცას მარტივად გავაკეთებ. ყველაფერი ჩამოთვალა ამ Blazor-მა რა დაგიშავა. Blazor C# ზეა არა ძალიან ძიმია ეს C# არ მინდოდა C#. ანუ ესე დასაწყებად არ არის თუ მარტივ მაგალითად Angular-ი პირდაპირ აი ადგეთ აი ხა Angular-ს ხო და მაგას რაღაც მარტივ გაკეთო არა. მე რა ვქენი იცი Dan Abramov-ს აქვს თავის ეს რა ქვია ბლოგი public open source-ი რა GitHub-ზე. და ყველაზე მარტივი სტრუქტურა მომეჩვენა ეგ რა და next-ია. მე რა მოჩვენ next-ი, ასე ვიცოდი next-ი რა იყო მაგალითად. React-ი გეკო. React-ი მეგონა და დავკლოდე. აი, ეხა კიდე იქ დაბრუნდები. ანუ wins next-ზე იწყებს. ხო, წარმოიდგინე React-ში საერთოდ არ იცოდეს და პირდაპირ next-ზე. აი, ძალიან ისეთი რაღაცაა რა, ეგეც. აი, გადმოწევე, წარმოიდგინე next-ი დავკლონე რა, next-ი. და დავიწყე ხა იქ მეთქი ხა, ნუ ხო უყურებ სტრუქტურას როგორ ახე რა უნდა ხა მე ვიპოვი, ამოვცვლი და ნუ თან ამ დროს ვისწავლი მეთქი რა.
საკმაოდ ერთი ორი კვირა ვეჯიქი რა ყოველ საღამოს რაღაცებს ვაკეთებდი რა. მაგრამ ორი კვირის მერე ხა ეს ორი კვირა გამეტარებინა მაგალითად რაღაც სხვა იმაში რა, რავი, ნებისმიერ ენაში თქოს. რაღაც ორი კვირის მერე მაინც დამჭერს ორი კვირის მერე თქოს და ზეპირად ვაყე ანუ რო შევიდოდი აქ ეს არის აი ეს ანუ ხო ხვდები რაღაცას რო აკეთებდი რო გესწრები. ჩავასწორებდი, მაგრამ შენ თორე გააკეთებდი. ხო რა, ჩავასწორებდი, ჩემი თორე გავაკეთებდი რა. მაგრამ კი next-ი კი გაძლევს ყველა იმას ლოგიკებს როგორ მაგრამ მაინც ვერ ხვდები რა რეალურად ის უკან როგორ მუშაობს. იმდენად მაღალი აბსტრაქციაა რა. მე ზოგადად ფრონტენდი ძალიან არ მიყვარს ზოგადად წინაზე თქვი იმის წინაზეც ბევრი მოკლედ ეს რომ ფრონტენდი დიდად ჩემი არ არის რა იმიტომ რომ ძალიან კაცრად ბექი ვარ რა და აი ეხაც მუშაობ რაღაც პროექტზე რა სადაც მჭირდება ფრონტენდი რა და ნუ იმდენად კომფორტულია ჩემთვის C# ზოგადად რა რომ Blazor-ზე დავიწყე რაღაც პატარა პროექტის წერა რა და Blazor-ი როგორ მუშაობს კი არ ვიცი მე რო C# დავანებთ აი Blazor-ი მაშინ იყო ძალიან მეტალურგიაში ხო და მახსოვს რომ რაღაცებს ვაკეთებდით იქ მახსოვს რომ თავის template engine-ი ჰქონდა თავისი მახსოვს კი და მაგრამ WebAssembly-ში ბოლოს ანუ რაც WebAssembly გამოვიდა თითქმის ყველა ენას აქ ეხა და უბრალოდ just ანუ JavaScript-ის მაგივრად C# იყენებ რა მაგრამ მანდაც კი არის რაღაც სიტუაციები რაცა JavaScript-ი გჭირდება რა აი მაგალითად სიგნალ არის რადგან სიგნალი არის ვახსენე ხო ანუ რადგან იმას ხენი საერთო ჯამში ხო რაღაც JavaScript-ი დამჭირდა იმისათვის რომ სიგნალი არის hubs დავკონექტდებოდი რომ real time-ში ეგ რა რაღაცა შეიცვლებოდა ანუ მოკლედ გეტყვი რას ვაკეთებ რა რაღაც performance მეტრიკების იმას იმაშვები რა library-ს წერ და ჩემთვის მინდა რომ რაღაც dashboard-ი გამეკეთებინა მაგრამ მუშაობ ჩემთვის რა side project-ად რა ხო და აი მან გამოვიყენე ზუსტად ეგ რა ეგ ნაწილი რა რომ Blazor-ი ძალიან მეკომფორტულა რა და უბრალოდ C#-ის დეველოპერისთვის Angular-ი თათაშორია რა ანუ ხო ბევრი კონცეფცია მე მოსო დავადგი მიჩაკუში დაწერეს ხოენას დაწერეს აი კომპონენტები ვახსენე დეკორატორები ვახსენე პაიპები დირექტივები სერვისები არის ანუ ბევრი ეგეთი building block-ი არის რომელიც ანუ რაღაც რო დაიწყო რაღაც ხომ უნდა იცოდე ყველას ანუ რასაკეთებს მაინც ხომ უნდა დასაწყებად რა რაღაცა მის მიხედვად რომ ანუ ამდენ წლიანი გამოცდილება მაქვს ანუ მაინც რომ next-ის პროექტი რო გავხსენი ანუ მეთქი თარგორი რაღაცა იცი მე ზოგადად ეგ ტიპი ვარ რომ მირჩევნია ერთ რაღაც კონკრეტული მიმართულება დავიჭირო და იმ მიმართულებას ბოლომდე ჩავუყვე ეგ მირჩევნია ვიდრე ის რომ რაღაც ყველაფერს მივედმოვედო რა იმ კაცრად ბექს შესაძაც მომე ხა წარმოიდგინე ბექს თავის რაღაც პატერნები იქ ბაზების ნაწილში კიდე სიღრმისეულად რა ხდება როგორ ხდება რომ სწავლობ რო გაინტერესებს ეხლა ამ ყველაფერს cloud-ი დაემატა მაგასაც ვცდილობ კი არა ვიღრმავებ რა მაგის ცოდნას იმიტომ რომ ბოლო ბევრი წელი უკვე cloud-ზე ვმუშაობ და ანუ თემა უბრალოდ ის არის რა რომ სად ჩავტენო ეს front-end-ი ანუ მე SMS-ის რომ მაინც გონია რომ დავასრულებ და გააგრძელებ ანუ მაინც გონია რომ ვისაც რა უნდა ხო რა აი რაღაც მიმართულება კი გაცადე ხო ანუ ხო დაიწყე front-ი რას უბრალოდ ხო ვიღაც მე მე მიყვარს რომ ვიღაც სხვა ტიპების თავებში უძრები ხოლმე და რომ ვიყურები იმან აქ რაზე იფიქრა მე ის იქით ჩემხარეს რაღაც იდეებს მიჩენს რაღაცებს ხვანეთ როგორ მე შეიძლება რაღაცებს ჭკვენებად გავაკეთო რა და ეგ feeling-ი მომწონს თორე ხა მე ვერაზოს ვერ ვისწავლე მაგრამ ვერც next და ვერც lisp-ს ვერც rust-ს ალბათ ისეთ დონეზე როგორც მაგათაც swift-ში გუზნობ თავს და ჩემს არემარეში ხო მაგრამ იქ რაღაცებს რო სწავლობ აი ხა მე პირველი პაიპი რო ახსენე ანუ ეგრევე მივხვდით იმ ტიპს ანუ შენ პაიპი და წერა გამიტყოდ პაიპი რა არისო მე ეგრევე მივხვდი პაიპი რა ანუ დაახლოებით მაინც რაში გამიღებდა იმიტომ რომ ზოგადად ოპერაციულ სისტემებში რო ჩავიდეთ პაიპები ქვია ტექნოლოგია რითიც პროცესები ერთმანეთში ლაპარაკობენ ანუ შენ რომ macOS-ში ან Linux-ში ორი პროცესი გაუშვა ამ პროცესებმა რომ მესჯები გაცვალონ ერთმანეთში პაიპებს იყენებენ შენ რომ პაიპები თქვი ეგრევე მივხვდიო ხა ის ტიპი პაიპს რას დაარქმევენ და რაღაცას რაც კომუნიკაციის დავღარხია პაიპი რატო ქვია იცი უბრალოდ ჯოხის ნიშნით იწერება სინტაქსურად დავაკითხა მაგრამ რეალურად რასაკეთებს პროსტა ინფორმაციის გამოტანას აკეთებს ანუ ნახე ხო და რაღაცისგან იღებს ინფორმაცია და სადღაც გამოაქვს ხო არა გარდაქმნას აკეთებს ვიზუალური მაგალითად HTML-ში გამოგაქვს რაღაც ინფორმაცია მაგალითად date ხო მაგრამ კიდე სხვა ფორმატით
პაიპს წერ და რა ფორმატში გამოგიტანოს. ეგ ინფორმაცია ვიზუალში. დარწმუნებული ხარ მაგის გამო დაარქვა პაიპი ჯოხი იყო. ანგულარში მარტო მაგიტანო. მე როგორც კი შენ პაიპი ახსენე, მე პირდაპირ წავედი რომ რაღაცა კომუნიკაციის ნაწილს, სადღაც დატა მიდის აქედან იქ რა და რეალურად შეიძლება ძალიან არ დაგეხმაროს, მაგრამ უბრალოდ ძალიან გეხმარება. ოვერალ მე რა, ეს შენი რო იცი პატარა დეტალებს სადღაც რაღაცაში სადღაც უფრო კარგად ხედა, უფრო ალბათ მარტივი მაგალითად ხა შენი ის რო განვამტკიცო არის Eric.js-ზე რო საუბრობდით, ხო? ანუ Eric.js აი ხა რო დავიწყო მე თუ სვიცი რო გამოვიდე, ხო? არ არისო Eric.js-ში, მაგრამ სხვა რაღაცა ვქე, მაგრამ რო ნახავ ხო კონცეფცია ხო მეცოდინება რა. ეგრევე მიხვდები რომ ისაა რა და ახალი არაფერი არ არის. აღძვრა და subscribe-დი ამე ინფორმაცია მოჭ. კი ბატონო. ხო, სანამ ბოლო ნაწილზე გადავიდეთ, კიდე მინდოდა ერთ თემას შევხედულიყავი. ზოგადად როგორ უყურებ დღევანდელ educational ნაწილს? ჩვენ ქვეყანაში. და აი ახლა ბევრი კომენტარი იქნება დარწმუნებული ვარ იმაზე რომ აი Windows-ს დაწყება რა ვქნათ საიდან ვისწავლოთ თან ახლა რაც შევაშინეთ ცოტა ჯუნი ისეთი რაღაცები ვთქვით ახლა რომ შეგვეცა შეიძლება აზრი არ აქვს თუ გავითვალისწინებთ საიდან როგორ ვისწავლო აი მე ვარ ჯუნიორი ახლა და დღეს რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში რომ ხარისხიან რაღაცა ვისწავლო თან თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ალბათ რეალურად პროგრამის დამწყები პროგრამისტების აბსოლუტური უმრავლესობა 80%-ს ვიტყოდი მე იწყებს ფრონტენდით რა. ანუ ეს არის ანაბანა, რითაც ყველა აკადემია ყველაფერი მაგას თავაზობს და პირველი მაინც ფრონტენდია. და საერთო ჯამში მე მგონია რომ ძალიან ბევრი დამწყებს დაინტერესებს ოთოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ანუ პირველი ჯერ ცოტა კონკრეტული კურსები და ზოგადად რა უნდა ისწავლო. ანუ პირველად ალბათ HTML CSS-ი, ანუ აუცილებელი არის რაღაც რა როგორ რენდერდება, რა რენდერდება CSS-ი, რა როგორ ისტილება. შემდეგ პირდაპირ frameworks როგორ არ მივახდეთ, როგორ წერავთ და უბრალოდ frameworks-ში ჩაკეტილი ცოდნა რო არ გქონდეს, JavaScript-ი აუცილებლად, რაღაც ბაზისები, მაინც ფუნქცია რა არის, ციკლები და ეგეთი ცოდნა ალბათ უფრო JavaScript-დან უნდა მიიღო თუ front-ის მხარეს აპირებ გაგრძელებას და მერე უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ კონკრეტულ framework-ზე, ან რომელიც სურვილი გვაქვს. framework-ი როგორ უნდა არჩიონ? framework-ი უნდა არჩიო. ერთი არის რომ სად მოხდები ჯობში, თუ თვითონ აგირჩევენ. ბევრი ის მაქვს, რა ვისწავლო. იმდენად დიდია სხვაობა React-სა და Angular-ს შორის, რომ თქვათ დამწყებს შეუძლია განსხვავება იპოვოს ამ შორის. გაუჭირდება ალბათ. ანუ სხვაობა თვითონ საბოლოო ჯამში არის, მაგრამ ეხლა თავიდან რო იწყებ, მე არ მაქვს მაკითხვის პასუხი რატო უნდა არჩიონ, რომელი უნდა არჩიონ, რაღაც გარემო პირობებმა უნდა გაიცნოს. გარემო პირობებმა, ან რაღაცა უნდა იგრძნო, რომ რაღაცა ეს უფრო რაღაცა ის არის. აი, ჩემს ვაკასმა დაიწყო რეაქტი და აი, რაღაცა ეგეთი, ან სახელი აქვს აი რეაქტი. აი, Python-ზე როგორც არის, Python-ი რატომ მოკლედ Python-ი. ჩვენ ტექნოლოგიებში ხო არის ესეთი გამოკითხები ხოლმე, Stack Overflow-ს აქვს, most loved technology და most loved language რა და აქვს რა ენების და ტექნოლოგიების რაღაც თავის ჰიბლი რითიც იზიდავს დეველოპერებს აი React-ი მაგალითად Angular-ს მაგით ჯობნის მაგალითად რომ უხუცბად React რაღაც უფრო რა ვიცი სახელი უფრო აი მეც ეგრე ვარ ხარ React-ი Angular რომ Angular-ში უფრო რაღაც მეშინია ანუ ასე გონი უფრო კომპლექსურია React-ი რაღაც უფრო წითელია ხო რაღაც აი დამწყებებისგან რაც მომისმენია ხო ანუ პირველი ნაბიჯების გადადგმა React-ში უფრო უმარტივდებათ იმიტომ რაღაც კომპონენტი გაქვს და ყველაფერს შინი ჩაყრი და გააკეთებ და Angular-ში ფიზიკურად ვერ გააკეთებ მაგას, ბევრი რაღაცის გააზრება გიწევს და რაც დაწყების დონეზე ალბათ React-ი უფრო გაუმარტივდებათ. და ეხლა რაც შეეხება ჩვენ ქვეყანაში ცოდნას, ანუ მე მქონია შეხება, როდესაც Singular-ში ვიყავი, მაშინ გავაკეთე internship პროგრამა. სადაც რაღაც 10 დეველოპერი, 10 ადამიანი, რომელსაც პირველი ჯობი იყო, საერთოდ 3-4 თვის გამოცდილება ჰქონდა, Bitcamp-ს დაუკავშირდი და Bitcamp-ს 20 კლასში მოთხოვე 10 რაღაც დეველოპერი, რომელსაც ყველაზე კარგად ხო, წამოიღო. მაგიდან გავატარეთ გასაუბრებაში და 5 დავიტოვეთ internship-ზე. ანუ ჩვეულებრივად ანაზღაურებადი internship-ი იყო, სადაც 5 დეველოპერიდან უნდა დამეტოვებინა 3. მინიმუმ. ანუ შეიძლება 5-ე დამეტოვებინა თუ მომეწონებოდა. ანუ ეხა მაგ პროცესში მე რა ვისწავლე. რომ თავიდან ძალიან ვიყავი ჩართული ამ mentorship-ის პროცესში. მაგრამ მე მივხვდი რომ ანუ მე აქეთ ძალიან ბევრი საქმე მაქვს რეალურად და აქ თუ mentorship-ი 5 ადამიანის mentorship-ი რეალურად full time თუ რა half time ჯობი მინიმუმ არის. შესაბამისად ეგეთი მაგედანაც Bitcamp-ის იდეოლოგია წამოვიღე რომ იდეოლოგია რა მიდგომა
რომ ანუ ამათ თუ უნდათ განვითარება, შესაბამისად თვითონ უნდა იჩალიჩონ ეგ ყველაფერი. შესაბამისად გავაკეთეთ ცალკე ჩენელი, სადაც არსებული ყველა დეველოპერი, რომელიც ჩვენ თიმში იყო, ჩავსვი, ეს ინტერნები ჩავსვი და ვაძლევდი ვაძლევდი რაღაცა მასალებს, რომ ესე და რაღაცა 2 კვირის თავზე რაღაცა ეს უნდა გავაკეთოთ. ანუ ეს დავალება 2 კვირის დავალება რაღაცა ეს. ამ პროცესში კითხვებს ესე ისვამდნენ და მე არ ვიყავ ვალდებული, რომ ეს ამ კითხვებზე პასუხი გამეცა და შესაბამისად ეს დავალებები როდესაც შეწყვეტებოდა, ამ დავალებებსაც მე არ ვამოწმებდი. ანუ ხო იყო ჩემ თიმში, შესაბამისად ხო დელე 5 ან შესაბამისად იმათაც გაუჩნდათ ის შეგრძნება, რომ ყველაფერი მათზე არის დამოკიდებული და ეგ გონია სწავლის პროცესში ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შენ უნდა გაგიშდეს. ხო, შეგრძნება, რომ ანუ შენზე, ანუ სხვა არ იქნება არავინ, რომელიც მას თავზე დაგადგება და გეტყვი ეს უნდა ისწავლო, ამის მერე ეს, ამის მერე ეს, ამის მერე ეს. შენ უნდა გაიაზრო, რომ მithumetes პროგრამირებაში როცა ამდენი რესურსი არის და ამდენი საწყაროდან შეგიძლია ინფორმაციის მიღება, რომ ყველაფერი შენზე არის დამოკიდებული, შენ თუ მოტივირებული და მონდომებული ხარ და გაიაზრებ, რომ შენ თუ მოძებნი რესურსებს შესაბამისად წყაროებს, ყველაფერს ისწავლე. საერთოდ მე ყველაზე success rate სტუდენტებთან და ანუ თვითონ educational-ის ნაწილში ყოველთვის მქონდა მაშინ, როცა ახსნის პროცესში მე ყველაზე ნაკლებად ვიყავი. ხო. რაღაც ფუნდამენტალს კი აუხსნიდი, მაგრამ მე ვაძლევდი რესურსს. კი. და ეხლა ჩემი ერთ-ერთი ბავშვობის მეგობარი, ანუ ეგრე უნდა დაწყება. და უბრალოდ მე დრო არ მქონდა რა მაგდენი, რომ ესე და თავიდან აი ძალიან ელემენტარულებში მე დავეხმარე, მაგრამ უკვე აი როცა იქამდე მივიდა, რომ შეეძლო რესურსის წაკითხვა და გააზრება, უკვე უბრალოდ მოდიოდა ტოპიკების მერე და ამის მერე და უბრალოდ ვაძლევდი რესურსებს და დღეს ძალიან მაგარი კი ანუ შენ რო რაღაცას უხსნი რაღაც ლექციის სახით და ძალიან სიამოვნებად ყველაფერს უკეთებ, მე იმას არ უტოვებ ფიქრის საშუალებას. ეგ უნდა კითხების გაჩენა უნდა გაუშვით. ხო და დისკუსია ერთმანეთში უნდა გაუშვით ერთმანეთ ლეველის. მე მაგალითად მქონია ეგეთი გამოცდილება სტაჟის სტუდენტებთან მიმართებაშიც რა არის, ჩემ სტუდენტებთან მატერიალებიც ბევრი მიმიცია, ბევრიც მოლაპარაკე ამიხსნია, პლუს ლექციების გარითაც დამირეკია რა და რაღაცები ცალკე ჩემი საკუთარი სულ იმიტომ რომ მიყვარს რომ რაღაცაში მაგ ამბავში ვეხმარები რა, მაგრამ ხშირად რა არის იცი, ზოგ სტუდენტს ურჩევნია რომ აი ეს მატერიალების ნაწილი ეზარებათ ხოლმე და ურჩევნიათ რომ ლექციაზევე მოისმინონ ყველაფერი რა. ხო და ეგ არის ძალიან ცუდი რეალურად, იმიტომ რომ ჩემი დამწყებმა დეველოპერმა უნდა გაიაზროს ის რომ აუცილებლად საკუთარ თავზე მოუწევს ძალიან ბევრი რამის მუშაობა. თუ რამეს ჩამორჩება გაქვს მატერიალი, გაქვს წიგნი, გაქვს სტატია, რაღაც 1000 საშუალებაა, ხო? მე დამირეკე ბოლო-ბოლო და ანუ მაქსიმალურად გონია რომ მენტორშიპს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ვინ არის შენი მენტორი და რა მიმართულებაც. ხო და მე მენტორის მანდოს სწორად უნდა მოგიდგეს რა, ანუ შენ რა სწავლობ, ანუ შენ რო პრობლემით მოხვალ ჩემთან, მე მზაპასუხები არ უნდა გავხვედრო. მაგას აზრი არა, უბრალოდ მოგცე შეიძლება ჰინტი მოგცე, ჰინტის მე შენ გამოგცემ საშუალებას რომ შენ ითიაზრონო. და ეგრე გაზრდი თავისუფალ ინჟინერს, რომელიც მე წავა და შეუძლია რაღაცა იდეები დაებადოს, მაგრამ შენ თუ მოიყვალ და დოგმისტურად გეტყვი რომ აქ ესე არა და მოდი აი ესე ქენი, მან და არ მგონია რამე ისწავლოს რა. აი ეხლა მე ერთ რაღაცას დავამღამე ამ ბოლო ხანს. აი მაგალითად თქვენც ეხლა როგორც გამოცდილ დეველოპერები ეს ChatGPT რო გან AI მოდელები რომელიც არის chatbot-ები რომელიც გულაპარაკება მაგათმა არ გაგაზარმაცათ, იმიტომ რომ რაღაცის პოვნა რო გინდოდა ადრე იძულებული იყავ რაღაც 4-5-6 სტატია წაგეკითხა და იმ 6 სტატიის წაკითხვის პროცესში ბევრ ახალს გებულობდი. ჩემ ექსპერიენს გეტყვი. ხო და ეხა პირდაპირ პასუხი გაქვს და მორჩა თან და ჩააკოპირე. შეიძლება არ გქონდეს პასუხი. ნახე მე მაგალითად თავიდან ზოგადად მე ესეთ ჩემი დაკვირვებაა ეს უბრალოდ. როცა ეს LLM მოდელები გამოვიდა თავიდან იყო ძალიან კარგები. ანუ საკმაოდ აკურატულ პასუხს გაძლევდნენ რა. მე ამ ხარისხმა იკლო. იმის ხედავთ რამდენ ფულს ხდიდი ახლა ChatGPT $20, მაგრამ Cloud-ი მაგალითად ბევრად უფრო კარგ ტექნიკურ პასუხებს იცემს, ვიდრე ChatGPT, მაგრამ მაგალითად ტექსტთან და უფრო reasoning-თან ChatGPT ჯობია. მაგრამ ნახე, მე რას დავაკვირდი, ბევრჯერ ყოფილა რომ დასაი ესე რაღაც მიკითხია. და ტექნიკური ნაწილი მაინტერესებს. და როცა პასუხი გაუცია, თვითონ წაკითხვაში მივხვდი რომ რაღაცა ბიჭო არარეალურთან მაქვს საქმე რა. ან რაღაცას გაცდა ზღვარს. ხო. ანუ აი მაგალითად რაღაცა როგორ მუშაობს, მაგის კითხვას მირჩევნია წავიდე და სტატიები წავიკითხო რა. იმიტომ რომ უკვე აი ამდენი ChatGPT-სთან საუბრით რაღაცა self awareness-ი გამიჩნდა, რომ აი რო ვკითხულობ ტექსტს
აი გზნობის დონეზე ვხვდები ადამიანი მელაპარაკება თუ არა რა და როცა მაინტერესებს ეს როგორ მუშაობს შიგნიდან მაინც ადამიანის ახსნელი მირჩევნია უფრო კარგადაც ვიგებ და უფრო ვენდობი კიდევაც იმიტომ რომ ნამდვილ გამოცდილებაზეა და რეალურად artificial intelligence ვეძახით მაგრამ ის artificial intelligence დაყრდნობილია n რაოდენობით უზარმაზარი დატის ტრენინგზე ხო და იქიდან ამას რაღაცა რაღაცნაირ ლოგიკით გამოაქვს რაღაცა შენთვის მოაქვს და მაგმონჩი მირჩევნი მაინც რომ სტატია წავიკითხო 4 სტატია წავიკითხო და აზრი ისე ხო მე გამაზარმაცა ხო და მე საერთოდ ჯამში მაგას ვამბობდი გამაზარმაცა მეც მაგრამ გაზარმაცებასთან ერთად პროდუქტიულობაც მოიტანა რა იმიტომ რომ აი ადრე მაგალითად რაღაცას რო მოვძებნიდი და თქვათ რაღაცა samples code samples გადმოვაკოპირებდი ხო მაგას სიღრმისეულად დიდად არ მივждებდი ხოლმე რა და ეხლა იმენა ვახსნევინებ და ძალიან სწავლობ რაღაცებს რაც გეპლუსია რაღაცას რომ მოგწევს თუ ვერ გაიგე შეგიძლია უკითხო იმინა ამიხსენი დეტალურად რატო მე მგონი მაშინაც უნდა კითხო რატო რა იმიტომ რომ ხშირად კიდე სხვა იმაში გაგიყვანს რა სხვა სიღრმეებში რა ესე მე მაინც იმაში გამაზარმაცა აი ადრე იყო ხოლმე სპეციალური ვებსაიტები სადაც შეიძლება JSON-ი გადაგიყვანა რაღაცა მოდელებში რა ეხლა აი ეს საიტები მაგ აზრი დაკარგა რა პირდაპირ ეტყვი რომ მომეცი ამის მოდელი და კაი და რადგან ბოლოსკენ გავდივართ უკვე ერთ დავამატებ ის წემე ხო ანგულარის ჩემი ანგულარის კურსი დაიდება ფიტკამზე მალე ძალიან ან იმ კვირაში ან უახლოეს პერიოდში და ვისაც ანგულარის სწავლის სურვილი გაქვთ სავარაუდოდ როცა ეს დაიდება ალბათ ეს კურსი არ იქნება ამიტომ მე ჩვენ descriptions დავაპდეიტებთ და ვისაც სურვილი იქნება შეუძლია ნახოს კი ბატონო ბატონო ხო და საბოლოო ჯამში მაინც ისევ შენი რჩევა გჭირდება დამწყები და არ მხოლოდ დამწყები ადამიანებისთვის Edwins ეგეც წესი გვაქვს ყოველ პოდკასტის ბოლოს რომ რაღაცა 3 მატერიალი თოქი იქნება ეს ან სტატია წიგნი ნებისმიერ რამე რომ ურჩიო მაყურებელს არ აქვს მნიშვნელობა დამწყები იქნება თუ Edwins ინჟინერი აი რაც გიყვას აი hello აი რა არის ესეთი რაღაცები რაც მასთია რომ აი პირველი ქართული არის რაც წეგან თქვით მამალ გიორგი მამალაძის პროგრამების 5 ეტაპი ეგ არის ჩემთვის მასთი უეჭვად რომ ბოდიში გიორგი მამალაძე გვიყურებს ხოლმე ხშირად და რაღაც ეტაპზე აუცილებლად თუ მოხდება რაღაც ხო რა ეგ აი მაგაზე რომ ეგ იყო ჩემთვის სანამ პროგრამირებას დავიწყებდი მანამდე ვნახე ეგ თოქი რა და მაგრამ false expectation ჩამომიყალება იცი ანუ ეს ხო თან ძალიან ბედნიერი ყოფა ამას და ეს აღჭირდა უყვარს თავის საქმე ადამიანს და ენთუზიაზმით ყოფა და მე მაგ ვიდეოს ყურებისას რატომაც დავიჯერე რომ ყველა პროგრამისტი ეგეთია რა ეს იყო ყველაზე ჩემი კრახი ცხოვრების რომ არა ყველა პროგრამისტია ძალიან ცოტა მე მეგონა ყველას ესე უყვარდა თავის საქმე და ესე ხსნიდა რა და იქ ამბობს მაგას შეხსოვს რომ როგორ უნდა ფრანკენშტეინი როგორ უნდა მივხვდო ჩემთან ზისო რა ესე აჭერსო ბევრი კურსორი რო წაიღოსო რა შორტკატები არის ისო რა და პირველად მახსოვს ლექტორი რომ ყავდა რა რომ ანუ პირველში დავიწყე რომ დამრჩენა და ხა ანუ ეგეთი ველოდებოდი რაღაც რა რომ აი ხა ეს შემოვა და აი ყველაფერი იცის რა ამისავი და რომ დავაკვირდი რომ ესე გადადიოდა ეს რა ხდება რაღაცა მეთქი პარადოქსია ანუ პირველი მაგას ვამბობ და იგივე თოქში არის წიგნი რომლის სახელი არ მახსოვს და ამოვანათებთ როგორც მითხარით და მესამე არის მარტინ ფაულერის რეფაქტორინგი მარტინ ფაულერს და მაგას რამდენიმე ვერსია კიდე ხო? არა, ზოგადად მარტინ ფაულერს აქვს წიგნების სერია ეგ რა და ერთ-ერთი ხო აპდეიტდება მაგაზე edition-ი რა. Second edition-ი, მაგრამ მე ისამახ წიგნი მაქვს და second edition-ი არის და წიგნი. კი, scale-ი. და მაგ წიგნის ყველაზე დიდი ბენეფიტი არის რომ განამარტო იმას გიხსნის რომ როგორ დაარეფაქტორო. ანუ იმას გიხსნის რომ რეფაქტორთან ერთად ის ძველი legacy კოდიც როგორ მოგეთო იმას საფრთხე. დროთა განმავლობაში როგორ ნენელა განავითარო. განა ისე რომ მიხვდი და ერთია და გადავწერო. მარტინ ფაულერი არის ერთ-ერთი ყველაზე ანუ საბოლოო ჯამში კი შევა ისიც იქნება მაგის ბლოგიც თავიდან ბოლომდე შედევრი არის და თუ მიხვდით. იცით რა აქვს გაკეთებული space როგორ აკეთებს რო წერს იცით გაქვს სტატია ნახე. როგორ? კიშკაცი მე ჩაგიდებ სტატიას წაიგებ მოკლედ ესეთი კლავიატურა არსებობს რაცა X რაღაცნაირი კლავიატურა მოკლედ რა აი სხვანაირი ლეიაუთი აქვს რა და ფეხზე აქვს გაკეთებული პედალი
ფეხზე რა ესე უზის სამსახურში. და ანუ layout-ის modifierები, option ხო modifierია, control shift-ი, command space modifier-ი, ანუ modifier-ი შენოს ჩოლებრივი ღილაკი რო იცვლება სხვა ღილაკი და თუ იმას დააჭერ. და ფეხზე აყენებული modifierები ბიჭო. და კოდს რო წერს ფეხზე და დააჭერს პედელები აქვს ფეხზე დააჭერს და ეს პერფორმანსის კარტისთვის? არ ვიცი, სტატია არის, წაიკითხე, რომ ერთი არა პროსტოტიპია. არ ყველაფერს ამოვანათებთ, მეგობრებო, დავლინკავთ. ძალიან ვისიამოვნო დღევანდელი ჩვენი დიალოგით. ძალიან სასიამოვნო იყო. ვალი გქონდა მოსახდელი, რომ აი ფრონტენდზე უნდა გვესწავლო და ეხა თან შემდეგი ეპიზოდები მიყვება რა ძირითადად ამ ტექნოლოგიას და მაგვალს გვაპატიებენ. მადლობა მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე.